ფორმულა 1 მშვიდობის. სეტან და სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსერს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, კატარის შემდეგ ისევ გიბრუნდებით ბოლო სეზონის ბოლორბოლაგველის უკვე აბუდაბიში და ჩვენთან კი სტუმარი იქნება ძალიან საინტერესო მერაბ დვალიძე, რომელმაც ჩვენი ფენტეზი ლიგა მოიგო. მოგესალმებით. გამარჯობა. კარგად, შესანიშნავად უკვე დაბრუნებულები ყატარიდან შესანიშნავი გარემო იყო, შესანიშნავი ბოლა იყო. თან მაქსის გამარჯვებით დასრულა, რაც დიდებული გახადა უფრო ეს ყატარის უიკენდი. მოდი ჩვენ არატრადიციულად გავყვეთ ჩვენს გადაცემას, რადგან სტუმრად ფენტეზის გამარჯვებული ყავს და ფენტეზით დავიწყოთ, ხო? ჩვენი გადაცემა და მერაბთან მაქვს ესეც შეკითხვა, რამდენად სიამოვნება მიიღე ამ პროცესით და რთული იყო თუ არა ვისოლის ლიგაში გამარჯვება? რთული რაც იქნება, ის სამი თვე იქნება, რომელიც ეხლა უნდა გავლიო, იმიტომ რომ ყოველი ვიკენდი, როცა ვიკენდი იყო, იწყებოდა რაღაცა მოძიებით, რაღაც ტელემეტრიების ყურებით, განწყობებით ბოლელების როგორ განწყობაზე იყვნენ, კარგად იყვნენ, ცუდად იყვნენ და ყველა ამ ინფორმაციის მოძიებით რაც შეიძლებოდა რომ წამდგომოდა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში. აი ეს დანარჩენი სამი თვე ხა როგორი იქნება რომ აღარ მექნება, ნახოთ, მაგრამ საინტერესო იყო მთელი ეს 9 თვით შეპყრობილი ვიყავი ფენტეზით და მთლიანად ფაქტობრივად მოდუნების საშუალება ნამდვილად არ გაქვს. ხო, ეს სამი თვე მართლა ძალიან რთული იქნება და ეს ეს სამი თვე დადგება, ეს დაწყევლილი სამი თვე. პირდაპირ ვიტყვი, მაინტერესებს აი რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე კატარის გრან-პრი, მე ერთია როცა ტელევიზორიდან უყურებ ამ ყველაფერს და მეორე როცა ცოცხლად ტრიბუნაზე ზიხარ. ხო, ძალიან საინტერესო იყო. მე ხა წინა წელსაც გამარჯვებული ვიყავი და აბუდაბიშიც ვიყავი და უკვე ეს გამოცდილება მქონდა. რა თქმა უნდა, იქიდან რო ბრუნდები, ყველა ვარიანტში სასტუმროში რთავ და თავიდან უყურებ ბოლას, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ასწრებებს. ჩვენ სადაც ვიჯექით ახლა ბოლო მოსახვევში ვიჯექით, ცალკე არის მე-15 მოსახვევის გამოსასვლელს უნდა უყურო, ცალკე ამ სწორს უნდა უყურო, ცალკე ბოლო მოსახვევის შესახვევს უნდა უყურო და აქ 3 მანქანა როცა არის, ან 4 მანქანა არის, ცალკე ეკრანს უნდა უყურო, რომ სხვა მოსახვეებში რამე ხო არ ხდება და ცოტა არეული ხარ, იმიტომ რომ ვერ ხვდები ზუსტად რას უნდა უყურო და რაზე უნდა გააკეთო აქცენტი. მაგრამ იქ გამოცდილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ ჰაჯარმა რო საბურავი გახეთქა, საათღაც მე-12 მოსახვევიდან უკვე სუნი რომ მოდის ამ საბურავის გახეთქვის. ძალიან საინტერესო არის, მოკლედ ადგილზე ყოფნა, არა მარტო თვითონ შიგნით და უშუალოდ ტრიბუნაზე, იქით რა ხდება, ამდენი ფანები როდესაც არიან, ამდენი რაღაცა ინფრასტრუქტურა რო არის მოწყობილი და ფაქტიურად რა ვიცი, დღესასწაულია ნამდვილად ერთი ვიკენდზე წასვლა. ხო, თან განმეორებით ყურებას ყოველთვის მოასწრებ, რომ ესე ცოცხლად რა უყურო, დიდი ფუფუნება. კი ბატონო. მერაბ, ესეთ შეკითხვა გვაქვს ახლა. და თხოვნა ზოგადად პრინციპში. ვიცი რომ ხეზე ცოცხლას არ ასწავლი ხალხს, მაგრამ იქნება რაღაცა რჩევები მისცე მომავალ მონაწილეებს. ხო, ვეცდები რომ ისე მივცე მონაწილეებს რჩევები, რომ მაინც უპირატესობა მაინც გქონდეს შემდეგი სეზონისთვის. ხო, ალბათ ყველაზე მთავარი რაც არის პირველ რიგში არის რომ გუნდები არ დააკომპლექტონ იქამდე, სანამ პრაქტიკები არ იქნება და ვიკენდის დასაწყისშივე რომ პირობითად ძალიან კაი რჩევა მე და მემართა ეგ პირველად. ხო, მესამე პრაქტიკის მერეც კი შეგიძლია რომ არ დააკომპლექტო, იმიტომ რომ რაღაცა რომელიღაცა გრან-პრიზე ზუსტად არ მახსოვს, ბოლო წამს გასლიმ გადაწყვიტა რომ ბოქსებიდან დაეწყო და ამ შემთხვევაში კაი ვარიანტი იყო რომ გასლი ჩაგესვა, იმიტომ რომ მე-20-დან როდესაც იწყებს ადამიანი, ყველა ვარიანტში რაღაც პოზიციებზე ამოვიღაცა შეიძლება დაიმტვრეს ასე შემდეგ. ანუ ეგ ძალიან სწორი რჩევაა მართლა, ანუ ტაიმინგი ხო, რომ სწორად გათვალო საწყისი ეტაპიდანვე, იმიტომ რომ მე უკვე გიჭირს შეცვლა, თუნდაც არჩეული გუნდის. ხო, ახლა ავსტრიაზე დამემართა ბოლო ჰალკი გაუშვი და მე ანუ ბოლო წუთებს რო შევხედე, ჰალკი ისეთი კაი იყო, რომ მე ისევ დავაბრუნე და ერთი ტრანსფერი იმაში დავკარგე, რომ ჰალკი გაუშვი და მე ისევ დავაბრუნე და შესაბამისად მეც ხანდახან მომდის ხოლმე ეგეთი შემთხვევა ვიღაცებს რო ხედავ, რომ ძალიან ის არის. მეორე რჩევა რაც შეიძლება ტოპ 5 გავაკეთოთ აქაც. შეგვიძლია. მეორე რჩევა რაც შეიძლება რომ მივცე არის ის, რომ წლევანდელ სეზონში წინა სეზონთან შედარებით რაღაც შეიცვალა ბიუჯეტის
მომატების სისტემა და დამოკიდებული იყო ბოლო 2 გრან-პრიზე, ანუ ის 2 გრან-პრი რომ განვლილი 2 გრან-პრი და შემდეგ მესამე გრან-პრი ჯამური ქულები რაღაცა რბოლელებისთვის უფრო მეტ ბიუჯეტს მოიმატებდნენ. ანუ მაქსიმალური ბიუჯეტის მომატება ყველაზე დაბალი რბოლელებისთვის არის 0.6 მილიონი და ნელ-ნელა სეზონის განმავლობაში ესე კუმულაციურად თუ ეცდები და დააგროვებ, შეიძლება ძალიან დიდ რაოდენობის ბიუჯეტზე ახვიდე და გუნდში ჩატიო. რამდენი იყო შენი ბიუჯეტი ბოლოს? ეხლა არის 151 მილიონი. ხო, შემიძლია რომ გუნდში თავისუფლად ჩავსვა ლანდოც, პიასტრიც, მაკლარენიც, ფერარიც, ანუ 2 კარგი მრბოლელი და 2 კარგი კონსტრუქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სეზონის სადღაც შუიდან აი ბელგიის გრან-პრიზე უკვე შემეძლო რომ ეს 2 კარგი მრბოლელი, 2 კონსტრუქტორი ჩამესვა, რაც უპირატესობას მაძლევდა, ხო მაგალითად თქვენი გუნდები რო ვიცი, მაკლარენი, ჰაასი, ლანდო, პიასტრი ყავს ლევანს და ანუ უპირატესობა ის მაქვს რომ ჰაასი ყავს ლევანს და მე მყავს რედბული შენთან ხო ჩემთან ბევრჯერ პრინციპში ბევრჯერ არის ცვლება რაღაცები მეც ჰაასი მყავს ერთ-ერთი გუნდი და ეს ხო ჩვენს კარგია. კი, ეს ლევანდა სეზონში ჰაასი ძალიან კარგი იყო. მიუხედავად, ანუ ფენტეზიში არ აქვს მნიშვნელობა გუნდი, ანუ მაგალითად უილიამსი ვიცით რომ რაღაც მეხუთე გუნდად არის, მეხუთე გუნდი არის და მნიშვნელობა დიდად არ აქვს ამ მეხუთე გუნდს, იმიტომ რომ თავარი არის რომ სადღაც ქვემოდან დაიწყოს რომელიღაცა და ამოვიდეს, იმიტომ რომ მაგათი დაწერის ქულის შესაძლებლობა ეს ერთადერთი ეგ არის. მაგალითად საინსმა მე-9-ზე რო დაიწყოს და მე-9-ზე დაამთავროს 2 ქულა არის და პორტოლეტომ მე-20-ზე რო დაიწყოს და მე-16-ზე დაამთავროს 4 გასწრება იქნება დიდი ალბათობით, 4 პოზიციის მოგება უკვე 8 ქულა არის და უფრო მნიშვნელოვანია ის ადამიანები აარჩიო, რომელიც იცი რომ კვალიფიკაციაში ცოტა ცუდები არიან და მერე ამოდიან. მაგალითად ოკონი, კარგი ვარიანტი არის. კარგი მაგალითი შეგეძლო სხვაც გეთ. ხო, აი ესე მომიტანა პოლაპინტომ სხვათა შორის 6 ქულა. ეხა პოლაპინტოს არაფერი არ უქნია, ხო, ჯამში რო შევხედოთ ესე გრან-პრიში, მაგრამ ესე 6 ქულა მომიტანა. პოზიციები. გასლი და ჰულკენბერგი არ დაჯახებოდნენ ერთმანეთს განახილეთ. ორივე ეწერა. ორივე მეწერა. გასლი მოგიცხუნეს, ხო, ეს გაშანეს. კი, ჰულკენბერგი როგორც თუმცა მინუსი მაინც არ დაწერა გასლი. აი ჰაასმა არ დამიწერა მე მინუსი. იმიტომ რომ ბერმანი გამოიჩინა. ბერმანი გამოთიშეს ძალიან. გამოთიშეს კი. ისეთები. ხო, შენ თქვი რომ 151 მილიონი პრინციპში იმდენი 151 მილიონი რამდენიც ფორმულა 1-ის გუნდს აქვს ერთ სეზონში. იმისთვის რომ თავის ბოლდი განავითაროს. კაი, მოდი გადმოვიდეთ ახლა რეალობაში. ზოგადად ვისკომაგოპეგ დაახლოებით გავიდეთ უკვე. და აი ზოგადად რა სიტყვი წლევანდელ ჩემპიონატზე ბევრი საუბრობდა იმაზე რომ რაღაც არ არის ისეთი ჩემპიონატი აი 2021-ში რო იყო ეგეთი ჩემპიონატები გვენატრება და ასე შემდეგ და აი რას ვფიქრობ მე ვთვლი რომ ამ ჩემპიონატმა საბოლოო ჯამში გაამართლა იმიტომ რომ მივედით ჯამში აბუ-დაბიმდე სადაც უნდა გაიყვეს იმის მიუხედავად სხვაობები დიდია მაინც მივედით იქამდე რომ რაღაც თითქოს დაკარგული სეზონიდან მაინც შემოტრიალდა ესე წელი და მივედით იქამდე რომ აბუ-დაბიში გადაწყდება ჯამში ჩემპიონატი. შენ რას ფიქრობ ამაზე? წელს ხო ძალიან ბევრი პილოტის გამოცდის წელი იყო და ძალიან საინტერესო 5 მილიონი. ხო. ესე იგი მე 21-ში დავიწყე ყურება და 21 ახლა საუკეთესო სეზონი იყო. სადღაც შუაში შემოუერთდი მოკლედ ამ სპორტს და წელს პირველი წელია, როდესაც ვცდი მაქს როგორც მდევრის როლში და ალბათ 21-ის იდეაში მდევარი იყო. ანუ 21-ში მაინც თამაშობდა რა, მდევარი იყო ხანძი. აქ ცალსახად მდევარი არის ყოველ ნაბიჯზე, ყოველთვის დევრის პოზიციაშია და ძალიან მომწონს მაქსი ამ მდგომარეობაში. ანუ რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც შენი საყვარელი პილოტი იგებს გრან-პრებს და დომინირებს, მაგრამ უფრო საინტერესოა ის მომენტები, როცა გახსოვს სად რა გააკეთა. პირველზე რო იწყებს და პირველზე ამთავრებს, რა რეჟისორების კადრებში არ ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში მეტი გამოცდა მოუწყეს მაქს მოკლედ და მაქსიც წარმატებით ესე იგი იმაშვება რა ქვია. გადის ამ გამოცდებს და მაგაზე ბორდიში გამახსენდა ფესტივალის ჩემპიონი ხდებოდა და მაშინაც კი რასაც აჩვენებდნენ შარშან ბოლო წრეებში. სეზონს რაც შეეხება მადლობა მაკლარენებს თავისი გადაწყვეტილებებით და თავისი რაღაცა შეცდომებით თუ გაურკვეველი გადაწყვეტილებებით, იმიტომ რომ ამან მოგცა ის სეზონი რაც მოგცა. შეიძლება ეს სეზონი იქამდე დამთავრებულიყო რაღაცა სინგაპურში ან ლას-ვეგასში დამთავრებულიყო, რო არა ის გუნდი რო ყოფილიყო დალაგები, გუნდი რო ყოფილიყო ან ანა შმიტი რო ყოლოდათ გუნდში.
ძალიან კმაყოფილი ვარ ლევანდელი სეზონით, მომავალ სეზონშიც ვინატრებდი, რომ მსგავსი ტიპის სეზონი იყოს. 2010 წლის მერე დისაიდერი არ გქონია, დისაიდერი ანუ 3 ბოლელით არ ყოლია არც ერთი გრან-პრი, რაც ხო. მაგაზე ცალკე ტოპ 5 გვექნება დისაიდერების, მანამდე კი, მოდი ჩვენი ფენტეზი დავხუროთ, ბოლოს წინარ ბოლით 211 ქულა ავიღე და როგორც ნახე, მომიგე. 232 ქულა მიღია. მეც ეხა უკი ცუნოდას ჩასმა გამომივიდა, კარგად რაღაცნაირად. კარგად დასვი, ხო? ხო, რაღაც მეთქი რაღაც მოიჯახუნებს კარს, მაგრამ აი მაგ მოჯახუნებას მაინც ვერ მოიჯახუნა, მაგრამ აი ეს 12 ქულა აიღო და საბოლოო ჯამში სადღაც მაგ 12 ქულამ ძალიან მიშველა, პლუს მაქსიმე წერა X2-ზე და ამანაც ძალიან წინ წამწი. რადგან მე აქ ვარ, მოდი მეც შეგეჯიბრებით დღევანდელ ბოლაში და ჩვენ შეგვეჯიბრეთ. მე რამდენი ქულაა? ეხავე გეტყვით რამდენი ქულაა ბოლოში. ბოლოს წინარ ბოლოში ავიღე 288, ესე იგი ძალიან მოგვიგე. გაუჭირდებოდა. ძალიან. გაგვიყვირდა. ხო, ჩემთან მე პიასტრი, ნორისი, მაკლარენი, მერსედესი მყავდა და ასევე ლოუსონი და ოკონი და ოკონი წელს ძალიან კარგია. ოკონი კმაყოფილი ვარ, რამდენჯერაც ჩავსვი. ოკონი კარგია ფენტეზი. არ გამიწურა მაინც არ იმედები. გაპატიეთ მაგალითად რო თქვი. წავედით მოდი კატარის გრან-პრიზე. განვიხილოთ კატარის გრან-პრი, რომელიც იყო სპრინტიანი და რომელშიც იყო აუცილებელი წესი ის რომ 25 წრეზე მეტი არ უნდა გაევლო ერთი კომპლექტი საბურავით რბოლაში, ან თუნდაც სპრინტში, მაგრამ სპრინტი უბრალოდ არ იყო 25 წრიანი, არ უნდა გაევლო 25 წრეზე მეტი, რაც აიძულებდა პილოტებს ორ პიტსტოპიან სტრატეგიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონკრეტულად ამ წესმა კატარის გრან-პრიზე. ვარჯიშებზე კი გამოჩნდა რომ ვარჯიშზე კი ბატონო პრინციპში გეთანხმები სპრინტიც ვარჯიშია ხოლმე ზოგიერთი გუნდისთვის. გამოჩნდა რომ პიასტრი დაბრუნდა და ფერსტაპენს ჰქონდა პრობლემები თითქოს ვარჯიშზე. თითქოს არა მართლა სერიოზული კი პრობლემები ჰქონდა და Red Bull-ს ეტყობოდა ის რომ ამ ეტაპზე არ იყო ფავორიტთა შორის, სანამ ზრავს შეცვლიდა. ხო, ფავორიტთა შორის გულისხმობ პიასტრი იმდენად კარგ ფორმაში შეხვდა ამ უქმებს, აი ეს ძველი პიასტრი დაბრუნდა მართლა რაც იყო, ვიღაცამ შეაჯანჯღარა, თითქოს გამოცოცხლდა, პლუს ამას ეს ტრასის მომენტიც ხო ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ტრასებს ყველას თავის სპეციფიკა აქვს, პილოტებიც ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგი ერგება, ზოგი ვერ ერგება, ეს მარტო პიასტრის არ ეხება, ხო სხვა პილოტებიც არიან ასეთები. ჩამში გამოვიდა ისე, რომ პიასტრი იყო ძალიან დომინანტური. თითქმის ყველაფერი მოიგო, ხო? სპრინტ კვალიფიკაციაც აი რაღაც ერთი ხელის მოსმით მოიგო და იქ კიდე გამოჩნდა რომ აი მართლა მაქს არ ექნებოდა მარტივი რბოლა სპრინტზე. იქ წუწუნებდა კიდევაც რადიოში და დახტუნავსო ბოლიდი და საბოლოო ჯამში ძრავს დააბრალეს, ხო? და მე მგონი მართლებით არ მოჩნდა. ხო, ნუ ძრავს ახსენებდა უშუალოდ ვარჯიშის დროს და სპრინტის დროს და ძრავი მერე შეცვალეს ძველი დააყენეს, ის გამო ჯარიმა რა იღეს. ადმატორნი ხო და ჯამში ისე გამოვიდა რომ ანუ სადღაც ძრავის ბრალი ყოფილა, იმიტომ რომ ძრავი რო დახტუნავდა მე ამ თელ ძარას ახტუნავებდა ასე ვთქვათ. და ამით თითქოს გადაწყვიტეს ოდნავის პრობლემა რაც ჰქონდათ სპრინტ კვალიფიკაციაზე ვარჯიშზე და პრობლემა ძრავის დამჭერს მოაქვს ხოლმე ჩვეულად პადმატორნი მეც მაქვს მაგის პრობლემა და ხო არ დავრეკო Red Bull-ში მანქანის პრობლემებზე გაჩერდით. ხო კარგი ცალკე პოდკასტი და ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ოსკარი შეხვდა ყველაზე კარგ ფორმაში ამ ეტაპს და მაქს არ ეტყობოდა ფავორიტიზმის არაფერი იქ კი არა სპრინტ კვალიფიკაციაზე ჯორჯი უფრო წინ იყო და ასე შემდეგ მოკლედ ჯორჯი საერთოდ შუაში ჩადგა მაკლარენებს შორის და შვენიერი სპრინტი არა ხო ჯორჯმა ერაფერს დაუწუნებ და მერსედესი ალბათ არის აი რაღაცნაირად Red Bull-ისთვისაც და მაკლარენისთვისაც აი პრობლემაა რა იმიტომ რომ ანუ გარდა მაკლარენს გარდა ფერსტაპენისა უწევს მერსედესებთან ბრძოლაც ხო იგივე ფერსტაპენს მაკლარენებთან და მერსედესებთან ისეთ ტრასებზე სადაც რეალურად რასელმა მოიგო იმ რბოლებში ყველაზე მეტად მაქს ქონა შანსი ფაქტურად რასელმა მოპარა მაქს ორივე კანადაც შეიძლება ითქვას და სინგაპური ხო ცალსახად მაქს უნდა მოიგო უფრო ალბათ ხო ალბათ სინგაპური უფრო იმიტომ რომ
სპრინტზე შენ გაცლებით უკეთ მოყვები. მიკროფონთან რომელი გასწრება მოყო ეხლა ლეკლერი ლოუსონზე შეგიძლია ბევრი ისა გასწრებაც არის ანუ საშინელი ხო პირდაპირ ვთქვა საშინელი სპრინტი იყო ანუ გასწრება არ იყო და მე დავარქმევდი დღევანდელი გადმოსახედიდან უნგრეთს ხო ვეძახით მონაკოს შენობების გარეშე ეს არის არ ვიცი მონაკო ალბათ ყველაფრის გარეშე მონაკო უდაბნოში მონაკო ალბათ უდაბნოში ნამდვილად წავიდეთ უკვე კვალიფიკაციაში სპრინტი მოიგო პიასტრიმ რასელი ნორისი დასრულდა ესე მაქსი გავიდა მე-4 ადგილზე იქ ალონსომ ჩააგდო სტარტი მიუხედავად იმისა რომ კარგ პოზიციაზე იყო და ანუ ხო ტრასა როგორც დაიძრენ იქ ლოუსონი ლეკლერის გარდა იქ მართლა არაფერი ერთი უკიმ გაატარა მაქსი გახო ეხლა იქ ლოგიკური იყო რომ გაატარებდა წავედით კვალიფიკაციაში და იქაც პიასტრი აგრძელებს დომინაციას თუმცა ოდნავ ფერსტაპენი ბრუნდება ბრძოლაში. მანდაც ლანდომ დაუშვა შეცდომა ბოლო ლანდომ მიგვაჩვია ხო ამ შეცდომებს დაუშვა შეცდომა და აქედან გამომდინარე ვეღარ იბრძოლა ბოლო წრეზე პიასტრისთან ოსკარმა შეძლო პირატესობით დამთავრება ანუ კვალიფიკაციის და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ დადგა პოლზე დადგა და საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა მოგებისკენ თუმცა რა მოხდა აი ახლა დავიწყებთ უკვე რბოლაში და ტრადიციულად გავუყვეთ კონსტრუქტორების მიხედვით ჩარშანდელი და დავიწყოთ ბოლო ადგილოსნით ზაუბერით. ზაუბერზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ იმას, რომ ჰალკს კარგი ბოლა უნდა ქონოდა, მაგრამ გასლისთან კონტაქტმა ყველაფერი გააფუჭა და ბორტოლეტომ კიდევ ერთი სუსტი ბოლა ჩაატარა და აი რაღაცა მიაყოლა ძალიან ეს სუსტი ბოლა. რამდენიმე პოზიცია ჰქონდა. აი ეს იყო ზაუბერის ერთი პლუსი, რაც მე დავინახე, ანუ ტემპი იყო იმის, რომ ორივეს აიღო ქულები. შეეძლოთ ყოველ შემთხვევაში მანქანა არ იყო ცუდი. ანუ ხო ჰალკი ბილისაბთან ძალიან კარგი სტრატეგია ჰქონდა არჩეული ჰალკს და ანუ ასრულებდა ლეკლერს გაასწრო ტრასაზე მე მგონი ორი გასწრება იყო და ერთ-ერთი ჰალკი იყო და მეორესაც ჰალკი ფერარის გადასწრება ბორტოლეტო და შეიძლება ითქვას იმიტომ რომ რამდენიმე პოზიცია ამოვიდა 6 პოზიცია მგონი ამოვიდა და ახლა ქულის მომტანი არ იყო არ იყო ბორტოლეტო მაგრამ რაღაც მე უფრო მგონია ლიონ კიცის უფრო მეტი ავანსი ალბათ გაცემული და უფრო მეცვე აი ველოდებით რა ყოველ შემთხვევაში მქონდა ამბიც კარგი რბოლები წელს სულ ამას მე ვლაპარაკო მქონდა კარგი რბოლები მართლა წელს და რაღაცას ყველა დებიუტანტმა რაღაც აჩვენა ბოლოსკენ და აი ბორტოსგანაც რაღაც გვინდა რა ეგეთი რომ აი აბუდაბიში ხო იმედი დაჩეს მე-5-ზე გავიდა ერთ-ზე გავიდა ერთი მაქსო კი მე-6-ზე ანუ კარგი იყო მოკლედ ან ჩაგდებულ სეზონად ვერ ჩავთვლით ბორტოლეტს. ჩაგდებულ სეზონი ალბათ მაინც ზაუბერისთვის უფროა. უბრალოდ ჰალკი იმდენად თავის თავზე მაღლა ხდება, რომ აი ვეღარ ვამბობ, რომ ზაუბერი ამდენად სუსტი. ხო, იდეაში კოლაპინტო რო არ ყავდა, შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ გაბრიელი ყველაზე სუსტი ახალწეულია, მაგრამ მაგაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ზაუბერიდან გამომდინარე მაგაზე ცალკე ვიდავებ. გასლი რომელზეა? ახალბედებში? არა. ზოგადად. წინ არის გასლი. წინ არის. ცუნოდაზე წინიც იყო უბრალოდ ცუნოდა. ალონსოსაც კარგი სეზონი აქვს ახალ როგორც ახალწეულს. ხო, ბოლოს მოცულდა. შეცდომა და მაინც ახალბედის შეცდომა. ზუსტად. ვილიამსში წავიდეთ, ვილიამსზე, არ ვიცი, მე ხელები ამიწევია, კარლოს საინსი. ანუ კარლოს საინსი ანუ უკვე ხო არის რომ ადამიანი იზრდება 25 წლამდეო ხო? ხო არის ეგეთი თეორია ხო? არ ვიცი. მე ეგრე მასწავლიდან ბავშვობაში, არ ვიცი, ხა ბიოლოგია რო არ არის ადამიანის ანატომია არ ვიცი კარგად. თუმცა ეგრე ვიცი. და ეს ხო 30-ის არის უკვე საინსი და კიდე როგორ ვითარდება ანუ ეგა კარლოსის ალბათ მთავარი პლუსი არის ეგ რა შეიძლება არ იყოს რაღაც მეგასტრაფი ვიღაცეებზე მაგრამ აი შეუძლია რა გადავა გუნდში სტატისტიკა ვნახე სხვათა შორის დღეს სადაც გადავიდა ყველა გუნდს ჰქონდა იმაზე უკან დამთავრებული წინა სეზონი ვიდრე საინსთან ერთად დამთავრდა ჰალკიც ეგრეა დაახლოებით ხო და თან ეხა ვილიამსისთვის სეზონში მეორე პოდიუმი მე კი არა ალბათ ვაულზი ვერ ინატრებდა ეს ინატრებდა აი რეალურად თქვა მე მგონია რომ ერთ-ერთს ვერ ინატრებდა თან რა არის ეს არ არის რა იქიდან გამომდინარე წვიმა წამოვიდა ვიღაცეები დაიჭრნენ აი ეგ არის ცოტა მაგიტომ არის დასაფასებელი და ჩვენ ვამბობდით გახსოვს ალბონი რამდენით უსწრებდა 9 ქულა თუ რაღაც არის ეხლა სხვაობა იმდენად ამოუკაჭა საინსმა ხო, ძალიან ესეთი უიღბლო სტარტი ჰქონდა, ძალიან ბევრ სიტუაციებში არ უმართლებდა.
სხვადასხვა ეხა ყატარის იმებსაც რო უყურებდი, საინსი ამოვსვი, იმიტომ რომ თვითონ ამბობდა რომ ეს ტრასა ჩვენთვის დიდად არ არის კარგად მორგებ. არა, წინა გრან-პრიზე ამბობდნენ რომ ჩვენ ძალიან გვერგებაო. ვეგასი კი. ხო. მაგრამ მაინც რაღაც სერიოზული შედეგი დადო. ფენტეზიდან ამოვიღე მეთქი. შედეგს ვერ დადებს თქო, მაგრამ წარმოიდგინე საინსმა ბოლო ორ ბოლაში უფრო მეტი ქულა აიღო, ვიდრე ალბონმა მთლიანად შესვენების შემდეგ, ზაფხულის შესვენების შემდეგ. ანუ აი ძალიან მაგარი შედეგი აქვს საინს მართლა დადებული და აი ალბონი ცოტა ანერვიულებულია, ეტყობა კიდევაც. აი თითქოს მეორე ნომერი ხდება ვილიამსში. არა, როგორი დომინანტი იყო სეზონი რო დაიწყო. მე ვამბობდი რომ საინსი აჯობებს თქო ალბომ სეზონის და მე ჩუმად ვიყავდი აღარ ვიხსენებდი რომ ეგ ნათქვამი მქონდა იმდენად მრცხველი აგერ ახლოს ხარ უკვე შენ პროგნოზთან ხა ხმამაღლა წავედით Racing Bull-ში ჰაჯარს როგორი სამწუხარო საბურავის პრობლემა ქონდა ბოლოსკენ აი ეს არის კატარი სწორედ ამიტომ არის 25 წრიანი ლიმიტი რომ აი 25-24 წრეზე ჰაჯარს უკვე პრობლემა შეექმნა საბურავს მან ალბათ ჩემეთ უფრო პრობლემა იყო ჰაჯარი რადგან აპელირებდა გუნდთან და ეჭხუბებოდა იმ რაღაცა გვერდზე ფრთარო არის იმის ის ქონა რა ქვია ძრებოდა გუნდს ეუბნებოდა რომ რაღაცა პრობლემა მაქვს გუნდი ეუბნებოდა რომ ჩვენგან ყველაფერი კარგად ჩანსო და საბოლოო ჯამში ეს ნაწილიც მოთქვა და დიდი ალბათობით გამომწვევი მიზეზი შეიძლება ითქვას რომ რაღაცა გუნდმა ცოტა დააღალატა ეგეც და ლიომ რას თქვა ეგეც დაემატა სხვა ტრასა რო ყოფილიყო შეიძლება ეგ პრობლემის გამო საბურავი მართლა არ გამსკდარიყო რა მაგრამ აი კატარში იმდენად წინა მარცხენა გაუსკდა ხო თან წინა მარცხენა რომელიც იტვირთება არ ვიცი კატარში ისე რომ აქედან გამომდინარე ის რომ ესპანეთი ყოფილიყო ან კანადან სიტყვად ნებისმიერ სხვა ტრასა ალბათ ეგ პრობლემა ვერ გამოიწვევდა მაინც ამ საბურავის გახეთქვას რა ჰასში ოკონი იყო ერთადერთი, ვინც მაკლარენს მიბაძა და ბერმა არა ჰასმა კატასტროფები გააკეთა ბოლოში და ბერმას გაუკეთეს საერთოდ ერთი არ galახეს ბოქსებში რომ შევიდა დანარჩენი ჯერ ბორბალი არ გაუკეთეს, მერე როგორ გამოუშვეს, მერე იქ ცალკე გაუკეთეს ბორბალი, ანუ რაღაცა აი დაბალი დონის ჩემპიონატის გუნდივით მოიქცა ჰასი ბერმას სასწაული ხო აი რაღაც ძალიან დიდი შეცდომა. ბერმანს ძალიან მაგარი ფორმა ქონდა აკრეფილი და ბოლო გრან-პრებზე ისეთ რაღაცებს აკეთებს. ერთადერთი ალბათ ვინ შეაჩერებდა ისევ თავისი გუნდი იყო. სხვა ვარიანტი აღარ არსებობდა და ოკონი სხვა შორის ძალიან არ მომწონს მეორე ნახევარში. არ საშინელება. პირველ ნახევარში ბევრად უკეთესი იყო. ოკონს მეორე ნახევარში სულ რაღაც 5 ქულა აქვს. ეცილება რატო გაყვა ეს მაკლარენებს. ოკონი იყო ერთადერთი ვინც გაყვა მაკლარენებს აი ესე. განსაკუთრებული სტრატეგია შემოგთავაზა. ალპინში წავიდეთ სადაც აი ისე ალპინს დასვლა არავის აღარ მეორე გუნჭად მე მგონი დუანიც აღარ დაბრუნდება ხო ეხოცა და მიგ შუმახერიც არ მოვა გასლის ქონდა კარგი კვალიფიკაცია ჯამში ხა ათეულში რო გაძვრები მაგმანქანით და ფერარიზე წინ იქნები კარგია მოკლედ დიდი წარმატება მაგათთვის მაგრამ ისევ ეს ძრავი ისევ ეს ნაკლებიც ხელის ძალა და მოკლედ და ჰულკენბერგი ხო და ჰულკენბერგი მაინც სარბოლო ეპიზოდი იყო რა იქ გასლის ვერ ვაბრალებს ისე ჰულკენბერგი ძალიან ბევრ არეულობაშია წელს მონახვედრი და რაღაც უმშრალად გამოდის ძალიან ბევრ არეულობაში ხო უბრალოდ მართლა ცოდო იყო ჰალკი უფრო იმიტომ რომ უფრო ტემპი ქონდა ზაუბერს და ჰალკ შეეძლო კარგი ქულების აღება და ჯამში გაიფუჭეს რბოლა მაგრამ რა არ ბოლა გვაჩუქეს ამის გამო მაგით შეიცვალა სიტუაცია თორე სპრინტი იქნებოდა კუბში ხო თორე სამაგია გამგვიძებელიც არავინ არ მეყოლებოდა ასტონში რა ხდებოდა? ალონსომ ძალიან სოლიდური ქულები აიღო. და სტროლსაც არ ქონდა ცუდი ბოლა მიუხედავად იმისა, რომ უკნიდან დაიწყო, თუმცა აი თავზე მოძალა არ იყო და პლუს აი ეს DRS-ის მატარებელი საბოლოო ჯამში. რომელიც შექმნა ალონსო ტრადიციულად. როგორ იცის ხოლმე ხდება რა უნდა ქნას. ანუ მიხვდა რომ რაღაც მონაკოს გავს გამიკეთებია აქაც იმუშავებს და აი ეს აფერხებდა, მაგრამ ჯამში დაისაჯა მოცურდა ორმა კაცმა გაასწრო. მაგრამ მაინც აიღო მშვენიერი ქულები ფერნანდო ალონსომ ჯამში კატარში.
მეც პრინციპში ასტონზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ესეთი ჰაილაითი არ დაუდიათ. ჰაილაიტს ძირითადად ასტონი რაშიტებს ხოლმე, ხო, რაღაც სიგიჟეს აკეთებენ ხოლმე ბოქსებში და სტრატეგიულად. ერთადერთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიუ იქნება გუნდის ხელმძღვანელი მომავალ წელსაც და არ ვიცი ეს კაცი როგორ შეითავსებს ორ პოზიციას. ამაზე კითხეს, რომ ანუ შანსი არის, რომ ასე ვთქვათ, მოწყდე ტექნიკურ განყოფილებას ამის გამო და ანუ მანქანის განვითარებას ვერავინ ვერ მომწყვეტსო. ესე თქვა. ნუ და ნახოთ რა გამოუვან ასტონ მარტინს ძალიან დიდი ამასებია გაცემული ასტონზე. ყველა ელოდება რომ ასტონ მარტინი იბრძოლებს სამეულში მინიმუმ პლუს ჰონდა ემატებათ და ასე შემდეგ. ანუ შენ წარმოიდგინე მომავალ წლისთვის სამეულში რამდენი გუნდს უნდა სამეულში ბრძოლა ყველას, ხო? ალპინის გარდა. არა, ალპინმა თქვა რომ ჩვენო დიდი სამეულში ბრძოლა. ჩემი სხვა გუნდებს ყველაზე დიდი იმედს ალპინი აძლევს, იმიტომ რომ როდესაც იცი რომ ბოლო არ იქნება, იმიტომ რომ ალპინი იქნება, რომ მოვიდნენ. უფრო მარტივია შემოხვიდე ფორმულაში. გადავიდეთ მაშინ მერსედესში ასტონ მარტინიდან და ლიდერებში რა ხდება. ლიდერებში მერსედეს ჰქონდა ორმაგი პიტსტოპი, რომელმაც რეალურად რასელს გაუფუჭა რბოლა, ანტონელისაც. ანტონელისაც, რატო ანტონელის? დიდი პიტსტოპი გაუწელეს ძალიან, თორე პიტსტოპი რომ არ გაეწელა, საინსის პოზიციაზე კი მიიქნება. კი, და ანუ მე აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი ერთხელაც და ბოლოჯერ იმას, რომ აი კიმი ანტონელის რაც დაემართა რბოლის შემდეგ, როდესაც გაცვეთილი საბურავით შეცდომა დაუშვა. შეცდომა რა, ანუ მაგ დროს უკვე არიჭერს რეზინი და ანუ წინა წრეზე თუ ესე მოუხვიე და შემდეგ წრეზეც ესე მოუხვიე და იგივენაირად უნდა მოეხვია, აღარ უხვევს ის ბოლოდი ეგრე, იმიტომ რომ უკვე გადის ბოლოში ეს საბურავი 24-25 წრისკენ. და ამის გამო აი ძალიან სერიოზული ბულინგი და აბიუზი მიიღო სოციალურ ქსელებში, რის გამოც შავად შეცვალა თავის პროფაილ პიქჩერი და არ ვიცი ეს ანუ მიუღებელი არის რა ზოგადად ადამიანის თან მით უმეტეს 19 წლის ბავშვის აი ასე გავანძღვა და აი ესეთი მიდგომა და რაც გამიხარდა ის არის რომ ფიამ დაიწყო გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, Red Bull-იც არ მოიქცა მან და მან Red Bull-ის ბრალია იქ ყველაფერი ხო ამბიასე რომ ხო ისედაც იქნებოდა, მაგრამ Red Bull-მა მართლა ცეცხლზე ნავთი და ამ ყველაფრის მე მართალია ბოდიში მოიხადე. ბოდიში პრინციპში სიტყვიერად ბოდიში იქ არსად არ ეწერა. ანუ ინანეს რაც მოხდა და პასუხისგებლობა სადღაც აიღეს, მაგრამ ჯამში ხო ეს უნდა ესმოდეს გულშემატკივარს რომ მოდი რა მაგ 3-დან თუ ვინმე სკენ არის დღეს ანტონელი ეს არის Verstappen-ი, იმიტომ რომ ბევრჯერ ტრასის გარეთ გვინახავს როგორ მეგობრობენ, ანუ თუ ვინმეს არ გაატარებდა, იქ ნორის არ გაატარებდა და მართლა იბრძოლებდა, ანუ ეს რაღაცები ხდება, უბრალოდ კარგია ესაც გამოცდილების მხრივ, ანუ უფრო გაიზრდება ამ მოკლედ ყველაფერი დაემართა ზართულია. ხო, მაგრამ ამასაც გადალახავს. ყველაფერი დაემართა წელს კიმის პირველივე სეზონში, რაც ნაწილდება ხოლმე ზოგ დებიუტანტზე 1-3 წელზე. და კარგია ეს ყველაფერი, ნახეთ რომ პირველ ეტაპზე როცა ის წვეტა ქონდა ქულების, გადალახა ეს ეტაპი, სხვა ფორმაში ჩადგა, ეხა ისევ ძალიან მომატებული აქვს და ამასაც გადალახავს. დარწმუნებული ვარ და რამდენიმე დღეში დაავიწყდება ყველას. ერთ-ერთი ისა მეც ანტონელის ძალიან მტრობდი იმ ნაწილში რომ ნორისმა რო გადაასწრო და ამწყდებოდა გული. ის მომენტი იყო მეგეთყვი კადრში ლაივში ჩანდა ისე რომ მოცურება არ ჩანდა პირდაპირ. ანუ ჩანდა უკვე ლანდო რო ასწრებს და ცოტა მაგან გამოიწვია ეს ემოცია და მე გამეორებას რო გამოჩნდა რა ხავ მართლა შეცდომა დაუშვა 19 წლის ბავშვმა რომელსაც წნეხავს ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში დღეს. ანუ ცოტა რთული. ხო, ეხლა ცოტა რთული არის რა, ანუ ანტონელის მეც ესე ლანძღავდი ტრასაზე უშუალოდ რომ მეთქი რანაირად გადაასწრო, მაგრამ მე რომ ნახე და თვითონ ის მდგომარეობა რაც ანტონელის დაატყვა თავს, ეხლა დაჟე ვეღარც ვამბობ ცუც რომ ანუ ენა ვეღარ მიტრიალდება იმის გამო რომ როგორია, როდესაც ამ ხელაწნეხი რის გამო თან მანქანა ვერ დაიჭირე და არა გაატარე. რაღაცა იმას გავს რა ქვია, სიტუაცია. რასელი რომ მივიდა ლანდოსთან და რომ ეუბნებოდა იქ იჭორავესო ეს სიტუაციაც ამას დაემსგავსა, იმიტომ რომ ძალიან სასახად გვაქვს მანქანის მოცურება და არანაირი გატარება. პლუს იმას დავამატებ რომ კაცი თვითონ იბრძოდა, კაცი არ ბავშვი. თვითონ იბრძოდა პოდიუმში. მე ერთსაც დავამატებ რომ რასელი ხომ არ ანერვიულდება უკვე ნელ-ნელა აი ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ანტონელი ბოლებში ანუ ის კი არა რომ აი რასელს მიყვება რასელზე წინ არის ხანდახან რასელი მიყვება უკვე ანტონელის. ანუ ეს რასელს და მერსედესს მოტივაციას არ აბრალებ.
ვითომ? არ ვიცი. რო აი აღარა აქვს ბოლებში რაღაცა ჩემპიონობის შანსი, არ ვიცი, რასელს არ ახასიათებს. არა, მაგაში გეთანხმები, კიმის რომ მომატებული აქვს და კიმის ეს საოცრად კიმი აღარ არის, რასელი. ანუ კიმი მას თქვა ეს კიმი აღარ არის, მე რო ვაკრიტიკებდი სეზონის დასაწყისში. ანუ ჩვენ უკვე ისე აღარ მეგობრობთო, როგორც სეზონის სტარტზეო რა, ეს კიმი მას თქვა, იმიტომ რომ და ნორმალურია ეს, ხო როცა ხედავ რომ კონკურენტი შენ გუნდში ტემპი აქვს უკვე, ის აღარ არის ის პატარა ბავშვი ხუჭურა თავზე რო ხელს უსმევდა ხოლმე რასელი. ეხა მოუწევთ მართლა ბრძოლა ხო თუ რაღაც მოხდა, მაგრამ მე მაინც გონია რასელი ჯერ კიდევ საკმაოდ წინ არის, მაგრამ უბრალოდ აი ეს მიეწყოთა რაღაც ისეთი რბოლები თან ეს ჰიდრაულიკის პრობლემა აქვს, რასელს მთელი რავი ბოლო ორი რბოლა ეს ჰიდრაულიკა ვერ გასწორდა. ხან ამდინარე მგონია მაინც რომ აი მომავალი სეზონი კიდევ უფრო გაგვცემს მაგაზე პასუხს. იცი რა მაინტერესებს? ან ყატარში ის ნივთიერება რომელიც კიმიზე იწერება, აქ აკრძალული იყო თუ მაგაზე მე მგონი იყო აკრძალული. მე მგონი. რაღაც ის გრაფაში ეგრე მახსოვს წითლა. ო, ეგ და ნიშნულოვანი დეტალია, იმიტომ რომ თლიანი სეზონი მიყვება. მაგის მიხედვით სვავდი ფენტეზში. ფენტეზში შეგეძლო რომ მაგით განგესაზღვრა. მოდი, Red Bulls და McLaren ბოლოსკენ გადავიყვანოთ და Red Bulls და Ferrari-ს შეუცვალოთ ადგილები ჩვენ სამიმდევრობაში და Ferrari-ზე იტყვით რამეს. მე რა უნდა იდეა ადგილი შეცვლა უნდა. რა უნდა ვთქვა, ვერ ვხვდები Ferrari-ზე, ანუ კრახი. მგონი ბექმე უკანა ხალხში ოთხეულის ალპინია. ანუ ვილიამსი მე მგონი მე ხო მგონი ანუ ლეკლერი და ჰამილტონი რო არ ოლოდათ პრო ლეკლერი ვიტყვი რომ ვილიამსთან ეკნებოდა ბრძოლა ალბათ არ ვიცი როგორ სეზონი მიდის ესეთი ცუდი ფერარი 20-20 იყო იქაც პოდიუმი ანუ იქ 4 პოდიუმი ქონდა ანუ უბინეს ამასაც ხო აი მაგის თქვა მინდა რომ გადანაწილებული იყო აქ ხა მარტო შალს აქვს ანუ არ ვიცი ძალიან ცუდ დღეშია მოკლედ ფერარი არ ვიცი მე 2026-ში რისი იმედი უნდა გქონდეთ რეგლამენტის სრულების ერთადერთი რომ აი მანდაც რაღაც აი ფერარი მიმდენად მეც კი მომიქლა იმედი აბუდაბიში აი უკვე თელი სეზონი მიყვება პროგნოზადაც მოიგებს ხო რომ აი რავი აი ძალიან ცუდ დღეში არიან გულშემატკივრები წარმომიდგენია რას გრძნობენ იმიტომ რომ გუნდი რომელიც არ ვიცი ფორმულა 1-ის სინონიმია უცებ ხდება ისე რომ არსად არ არის აი მართლაც არსად არ არის ჰამილტონის სპრინტის მერე ამბობდა რომ ინტერვიუში ჟურნალისტმა კითხა რომ any positives ანუ რაიმე პოზიტიური არისო და ჰამილტონმა თქვა რომ ამინდიოდა მე შემიძლია დავადასტურო მაგაშიცაც და იმიტომ რომ ძალიან ციოდა საღამოთი საღამოთი ძალიან ყინავდა და არ ვიცი ყველაფერში ცდებიან სამწუხაროდ ასევე ლაპარაკობდნენ იმაზე რომ როდესაც ფერარიში ესეთი სიტუაციაო თვითონ ინჟინერებში და ადამიანებში რომელიც ფერარის უკან მუშაობენ ისინიც ძალიან დაზაფრულები არიან იმიტომ რომ როდესაც ხედავენ რომ სახეებზეც იქ როგორ დავარდა ის რომ გამოყავდა ეგ იყო აი ფერარის სეზონი ერთ კადრში და ისიც ხო ბოქსებში შევიდა და ალაგებას იწყებდნენ ხო ჰამილტონი შედის ბოქსებში და იქ რაღაცები ეხარა და გზა მოუსუფთავდა აი ფერარი ძალიან ცუდად იქცევა ფერარი მოკლედ ძალიან ცუდად ექცევა ზოგადად გულშემატკივრად კი და ანუ არ ვიცი მე არასდროს არ გამიკრიტიკებია ფრედი ვასერი თუმცა ანუ კრიტიკას ვეღარ უძლებს უკვე ვასერის აი ეს რაღაცა გავიგე რომ კარგი ადამიანია, კარგი ხუმარა არის, მაგრამ ანუ ფერარიში არაფრად არ გამოდგა როგორც გუნდის. ანუ ფრედი შეიძლება მან ყველაზე ნაკლებს აშავებს, მაგრამ ჩვენ მაინც ფრედი გვიჩანს საბოლოო ჯამში იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ბინოტო იყო მანამდე და ასე შემდეგ. მან მაინც არის აი ისევ და ისევ Manchester-ს უბრუნდები. აი როგორ გქონია რომ Manchester-ს აქვს აი ხელმძღვანელობის პრობლემა და არა წვრთნელის და ფეხბურთელების აი გივე მგონია Ferrari-ზე რომ არის აქ ხელმძღვანელობის პრობლემა და არა ელკანი და გლეიზერი. კი, აი ზუსტად. თუმცა ვასერიც აი ბოდის მოვიხდა მესუსტება რა აი ცოტა ამორიმია შეიძლება აი წავიდეთ Ferrari-დან თავის გაჭირვება აქვს ახლა ჩვენ რო არ დავუმატოთ კიდე Red Bull-ში წავიდეთ Red Bull-ში სადაც თითქოს ცუნოდა გაცოცხლდა მაგრამ ისევ ბოლა მოვიდა და დაბრუნდა და გააკეთეს კი ბატონო აი ეგ იყო ზუსტად რასაც ქვია Red Bull-მა გამოაცხადა უკვე თავის შემადგენლობა Racing Bulls-თან ერთად მომავალ წელს Red Bull-ში Verstappen-ის თანაგუნდელი იქნება ისაკ ჰაჯარი ამას დაგვიწერეთ
თქვენი კომენტარები რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და Racing Bull-ში დადასტურდა რომ Lawson და Lindlandi იქნებიან შემდეგი წლიდან. რას წველოდით პრინციპში ეს არ იყო ჩვენთვის ახალი უბრალოდ ოფიციალური დასტური ჭირდებოდა ამ ყველაფერს. ხო, ერთი საგულისხმო იყო ის რომ 400 დღის შემდეგ მაქსმა პირველად წააგო რაღაც თავის თანაგუნდელთან, ყოველ შემთხვევაში საკვალიფიკაციო რეჟიმში რაღაც. და ჯამში არ უშველა იუკის ამ ყველაფერმა, თუ გუნდმა დაიბრალა, რომ დაიბრალა რა ეგრეც იყო ვეგასში, ხო ვარჯიშებზე უფრო სწრაფი იყო ვიდრე მაქსი, მაგრამ კვალიფიკაციაში რაღაც იქ წნევა აერია ცაბურავში და ჯამში აღდო ეს კვალიფიკაცია. რო ავიღოთ ცუნოდა ჭრილში სეზონის, ჩემი აზრით გასაშვები იყო. არ ვიცი, ცუნოდა მომწურა ალბათ. იმასაც ვიტყვი, რომ მე მგონი მაინც იმაზე მეტი აცადეს, ვიდრე ზოგ პილოტს დააცდიდა ხოლმე ჰელმუტ მარკო. და მე მგონი ჭირდებოდა ახალი სისხლი Red Bulls, მე რამდენი ახალი სისხლია, მაგრამ მაინც აი როგორ თქვა, იწირებოდა ჰაჯარი კიდე ერთი წელი Racing Bull-ში. ჩემი აზრით ჰაჯარისთვის სასჯელი იყო. არ ვიცი ეს როგორი სასჯელი გამოვა. აი მანდ არ მეც. ერთადერთი ჩემი პოზიციიდან ვიტყვი იმას, რომ შეიძლება ხსნა იყოს ახალი რეგლამენტი და რაღაცნაირად ისაკი მოერგოს, იმიტომ რომ ახალ მანქანაზე ჯდებიან მაქსიც და ისაკიც. ეხა ჰაჯარი რომ მოდიოდეს ცუნოდას მანქანაზე ვიტყვი რომ განადგურდება, მაგრამ იქნება ეს იმედს მიტოვებს რაღაცნაირად მოერგოს, პლუს მაქსი არ ვიცით ხო ჯამში დარჩება თუ არა Red Bull-ში მომავალ წელს შეხედავს მანქანას და ასე შემდეგ. მე მგონია რომ ჰაჯარი რაღაცნაირად გადაირჩენს თავს აი ამ მოძურება ნაპირზე ხო? ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი რაც არის ჩემი არის ჰაჯარზე, წელს მაქვს ვხედავთ როგორც ამ ახალ წვეულების მამა მარჩენელს და უვლის ხოლმე თითქოს ბორტოლეტოს და ბორტოლეტოს და მაგრამ ჰაჯართან სხვათა შორის არ შემიმჩნევია ეგეთი სიტუაცია ჰაჯარის კუმილი არის მოსამო. ხო, შეიძლება ეგ არის შეიძლება ანუ მაქსმა დიდი ხანია შეიძლება იცოდა კიდეც რომ ეს მოხდებოდა. ჰაჯარის შეიძლება ჰაჯარზე ადრეც იცოდა. დიდი ალბათობით შეიძლება სეზონის დასაწყისშივე, იმიტომ რომ ჰაჯარი საინტერესო ან გამოცდის პროცესი იყო მაინც დასაწყისში. ხო, ნუ დასაწყისში დაკვირვების ქვეშ ყველა ვარიანტი იქნებოდა პრინციპში. ხო, იმიტომ რომ კიმისთან, ავიცი დაეჯახავ და ხელგადახვეული იყო ბორტოლეტოსთან ერთად მუდმივად დადის, იქით ბერმანი არის, რომელსაც ურთიერთობა კარგი აქვს. ერთადერთი ადამიანი იყო ამ კოლოპინტოს არა. ხო. Red Bull შეუქოთ ასევე სწრაფი რეაგირება, ხო? ერთ-ერთი ლიდერი იყო, მეორე ადგილზე იყო რბოლისას, როცა პირველი მიიღეს გადაწყვეტილება. შეეჯახა ერთმანეთს და Red Bull იყო პირველი, ხო, ამ ქარავნიდან, ვინც შევიდა ბოქსებში და ბრავო ამ გუნდს და ჰანა შმიტიც აიყვანეს ხო პოდიუმზე. ჰანა არ არის მართალია იქ ბევრი სტრატეგია არის ჰანას გარდა, თუმცა რაღაც სახეთ ჩამოყალიბდა. ბეჭედს ეგ არ ტყავს. არა, გადაწყვეტილებას ამბობდა, იმიტომ რომ ყურში მეკითხებოდნენ, რომ რა ნამდვილად გინდა რომ ჰანა ამ დროს შევიდეთ და ამბობდა რომ კი დაგეგმილი ვარ. ანუ ბრიფინგზე ზუსტად მე-7 წრე გქონდაო, აღებულიო, იმიტომ რომ ეგ იყო ხო ორიენტირი, ყველაზე ზუსტად მანჯდებოდა, მე 25-25. შენ გამეცი პასუხი, ხა იქ რა ხდება? არა, იქით გადავიდეთ და მე ვილაპარაკოთ. გადავედით უკვე. მაკლარენში. ანუ მაგათმა არ დაგეგმეს? ხო, და აი მაგას დავასრულებ, რომ ანუ მაქს არც უკითხავს, შემოვდივარ, ანუ მაქს შემოვიდა თვითონ. იცოდა რასაც აკეთებდა მაქსი. ეს იყო აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გამოარჩევს ხოლმე სხვა პილოტებისგან. თან პლუს ამას, ანუ ეს დაგეგმილი იყო მე-7 წრეზე ეს თუ მოხდებოდა, იცოდნენ რომ უნდა შესულიყო მაქსი. თან ჰანა მართლა მაგრად იმუშავა, მაგრამ ყველა სტრატეგისტვის ეგ იყო ნორმა, იმიტომ რომ ყველა შევიდა. იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, იცოდნენ რაც უნდა. მაშინ შენ გადადე. ნუ მაკლარენს ჯამში გამოვიდა შეცდომა, მაგრამ მოდი ეგეს თქვა რა ძალიან რთულია, როცა პირველი ხარ და ამ დროს გადაწყვეტილების მიღება ცოტა გავამართლო. როდესაც ხედავ რომ შენი მოწინააღმდეგე ჩემპიონატში შედის ბოქსებში, ჩემი აზრით ზუსტად იგივე სტრატეგიაზე უნდა წახვიდე. თან არაფერი არ გაქვს დასაკარგი, იმიტომ რომ პირველზე და მეორეზე არიან მაქსი და პიასრი და მაქსი და გონი ჯობია რომ მიყვე მაქს და რაც გამოვა ბოლოს და ბოლოს არ დაასრულებდა ერთი პოზიციით კიდე უკან, ანუ საინსის შემთხვევაში საინსთან არ დაკარგავდა დიდი ალბათობით ამ პოზიციას. ანუ მაკლარენი მაგით ხსნის რომ თან ამ ინტერვიუებში თუ ლანდო ამბობენ რომ შევსულიყავით იქ ლანდო პიასტრის უკან ბევრ დროს დაკარგავდა. ანუ ჯამში ვერაფრით ვერ გაამართლებ რა.
ჯამში აღმოჩნდა შეცდომა ის რომ McLaren-ი არ შევიდა, არ ვიცი, მე ძალიან გაყურებული ვიყავი, როცა უცებ კადრი გადაირთო და start finish-ზე ორი McLaren და ოკონი და მეთქი რა ხდება? აქ უბრალოდ არ მინდოდა წინასწარ ახლა მაინც რეპორტაჟი დროს რამის თქმა რომ აი შეცდნენ მაინც აველოდე პროცესს და ჯამში გამოვიდა ისე რომ ხო, ნუ მაინც იყო შეცდომა არ ვიცი ხო აი მაგას ვერ ვიტყვი ხა რა უარესი იქნებოდა უკეთესი იქნებოდა ფაქტი როცა არ გაქვს რთულია პლუს ამას მე ლანდომ დააზიანა თავის მანქანამ უკვე მეორე სტინზე დაზიანებული ყავდა ბოლდი იქ მაქსიც ეწეოდა ერთ პერიოდი სანამ შევიდოდა ლანდო ბოქსებში ჯამში აღმოჩნდა რომ სტრატეგიულად შეცდნენ და მე აი რაღაცა ეგეთი შაბეჭდება დამრჩა რომ აი რაღაცნაირად ნორისის გამო აი რაღაც სხერპლად არ შეწირეს აი მე უკვე ამ AI ვიდეოების გამო ძალიან მიჭირს გავარჩიო უკვე ან მაინც რაღაც დონეზე იჩავა თანამედროვეები უკვე მიჭირს და ავსტრალიის პარლამენტში სერიოზულად განიხილავდნენ კი ნამდვილი ამბავი კი ერთ-ერთმა დააყენა საკითხად რომ ოსკარ პიასტრის ჩაგრავენ იქ ვიღაც პარტია პარლამენტში ლანდოისტები ახსნები ავსტრალიის პარლამენტში ანუ რა დონეზეა ფორმულა 1 ქვეყნისთვის მით უმეტეს ავსტრალიისთვის რომ პარლამენტში არა განა ვიღაცას რო უჭირს იქ და რაღაც დახმარება ოსკარ პიასტრის ხო ერთს რაღაც დავამატებდი ალბათ ის არის რომ სანამ ესე იგი გუნდები ესეთ რაღაცა გადაწყვეტილებებს მიიღებენ იქამდე მილიონი სიმულაცია აქვს გაკეთებული იმის რა უნდა გააკეთონ ჩემი აი პირველი სიმულაცია რომელიც უნდა გაუშვა და ერთადერთი ვარიანტი არის მეშვიდე წრეზე როდესაც ხდება რაიმე safety car-ის მაგვარი ალბათ პირველი სტრატეგია იყო რომელიც დასაგეგმი იყო იმიტომ რომ იდეალური შემთხვევა მართლა რაღაცა რეჟისურის დაწერილი იყო მგონი მე რო დავითვალე ან ჩემ თავს არ უჯერ მეთქი რაღაც მათემატიკაში ვერა ანუ იმდენად ზუსტად დაჯდა რომ ანუ მეთქი რანაირად მოხდა ზუსტად ეს ეგეთი რეჟისურა რავი შეშვენის ესეთ სეზონს მოკლედ და ალბათ პირველი სტრატეგია იყო რომელიც დასაგეგმი იყო ლანდოც გაკვირვებული იყო იქ იმაზე რასელი ცალკე იძახდა რომ მე ინტერვიუებში რომ ერთი წამიც ჩქარი იყვნენ სუფთა ჰაერშიო და ეს სუფთა ჰაერიც არ ეყოთ McLaren-ებს იმდენად სუდი იყო ფაქტიურად უფასოდ შეუცვალეს საბურავი ხო ერთი პიტსტოპი McLaren-ის გარდა აქ ასევე ერთი ფაქტორი არის ალბათ ის რომ მარკოს კითხეს ამ იმას რა ქვია ზაკს კითხეს რომ თქვენ ისე გქონდათ გათვლა რომ სხვა მანქანები არ უნდა შემოსულიყვნენ რაც უარყო იმიტომ რომ აზრი არ ქონდაო ჩვენი სტრატეგია მაინც ფაქტიურად მაინც ჩავარდებოდაო აღიარეს თავის შეცდომა მანქანები რო არ შესულიყვნენ ზუსტად იგივე იქნებოდა და სადღაცა ქარავანში გაიჭერდებოდნენ ეგეთ შემთხვევაში დიდი მე ვერ ვეთანხმები ზაკს იმიტომ რომ ერთი პიტსტოპი ექნებოდა დარჩენილი დარჩენილი მალე შევიდოდნენ სუფთა ჰაერში ივლიდან მე არ ვიცი აი ეს არა ძალიან დიდი შეცდომა ეს იყო აი შეცდომა იყო რა ძალიან დიდი მე ალბათ აი ეგეთი გუნდის შეცდომა აი ფორმულას უყურებ 30 წელია და ანუ აი ეგეთი შეცდომა აი ძალიან იშვიათად რო გამახსენდეს აი ეგეთი ორმაგი შეცდომა ჩემპიონობის ბრძოლაში. როცა კარგია, როცა სეზონში სტარტზე ორი პილოტი ყავს, მაგრამ როცა უკვე აი ესეთ დასკვნით ფაზაში გადადის და ორი შენი პილოტი იბრძვის ჩემპიონობას და ერთი ემატება კიდე. ხო, ერთი იქიდან ემატება რომ ნერვებს გიშლის, და როგორ გიშლის ნერვებს. იქ ყოველთვის გუნდი ძალიან რთულ ვითარებაში ვარდება, McLaren-ი არ არის მზად ამისთვის. აი ეთყობათ, იმდენ შეცდომას უშვებენ წელს, აი ყოველ გადაცემაში McLaren-ის ერთი შეცდომა რო არ თქვა Grand Prix-ში, გამორიცხულია, ხო. Aston-ზე უკვე ვიცით და Aston-ს არც Ferrari-და Aston-ი ვიცით უკვე. ხო და Aston-ს ვერცვერავინ ვერ მოთხოვს და ესენი ჩემპიონები არიან 800 კუა იღეს უკვე წელს წარმოიდგინე და ანუ არ ვიცი რა მე ცოტა ეგეში დაბჭდა ძალიან შემეცოდა მოკლედ პიასტრი რა პიასტრის ყველაზე და დავამატებ იმას რომ გინდა არ გინდა Red Bull-ს ძალიან დაეხმარა ეს წესი თუ ვინმე ინახავს საბურავებს Grand Prix-ში ეს არის McLaren-ი და საბურავების წესი რომ მაგრამ ალბათ დუბლით უნდა მოეგო McLaren-ს ეს ეტაპი ხო იმდენად სწრაფები ხო პირველ იმაზე მაქსმა როდესაც გადაიცვა ახალი საბურავები და McLaren-ები ისევ ძველ საბურავებზე იყვნენ თლიანი სტინტი McLaren-მა ისე იარა რომ მაინც უფრო ჩქარები იყვნენ ვიდრე მაქსი და როდესაც ოსკარი დადიოდა ზუსტად ერთი და იგივე წრეებს 25 წრის განმავლობაში ზუსტად რაღაც 0.02 იყო მგონი განსხვავება წრეებში რაც ჩვენებს რომ ფაქტიურად ლიმიტზე დადიოდა თლიანი ეს სტინტი. ხო, ანუ ჯამში შევაფასეთ ისე რომ დაუშვეს
გუნდში სერიოზული შეცდომა, რამაც არ ვიცი, შეიძლება ძალიან დიდი როლი ითამაშოს. აკარგინოს, ანუ წარმოიდგინე, შეიძლება პირადი ჩათვლის ტიტული დააკარგინოს და გახდეს გუნდი, მე მგონი ისტორიაში პირველი, რომელიც ორჯერ ზედიზედ მოიგებს კონსტრუქტორის ტიტულს და ვერ მოიგებს ვერცერთ პილოტის ტიტულს. აქ აღსანიშნავია ის, რომ გონი მაკლარენმა ყველაზე მაღალი რაოდენობის ქულები დააგროვა ისტორიაში, რაც კი დაგროვებულა და გახდნენ რაღაცა რეკორდსმენები. კი ბატონო, დღის ბოლელი ვინ იყო შენთვის? ჩემთვის დღის ბოლელი ცალსახად ჰალკი იყო, ან გასლია. აქედან ერთ-ერთს ვიტყოდი. იქ ტრასაზე უშუალოდ ვიზახოდი, რომ დღის ბოლელის სტატუსი ვინმეს თუ ენიჭებოდეს, პირადად მე ჰანაშმიც მივანიჭებდი თქო, იმიტომ რომ რეალურად Red Bull-ის სტრატეგიამ შეიძლება ეგ სტრატეგია მოიგო. ძალიან მარტივი იყო რა. ალბათ უფრო McLaren-მა წააგო, ვიდრე Red Bull-მა მოიგო, მაგრამ ნუ ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ხა სხვა გუნდს აი ჰაასი რო ჰაასია და ეხა მოეგო ბერმანს სიტყვას და ბერმანის ინჟინერი გამომდგარიყო მაგ ხრივ და მთავარი სტრატეგი მართალი ანუ ყველა ვარიანტში მთავარი სტრატეგი უნდა ასულიყო პოდიუმზე ნებისმიერ შემთხვევაში სტრატეგმა მოიგო ეგრბოლა რა ანუ მაქსმა ძალიან მაგრატია რა და ასე შემდეგაც მაგას არ უნდა რო კარგავს მაგრამ სწრაფი რეაგირება სწორ დროს სწორ მომენტში სწორი გადაწყვეტილება ეს იყო მთავარი მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ ისე მაქსი რო არ შესულიყო ყველა შევიდოდა მაკლარენების გარდა არ ვიცი მე მგონია რომ ვიღაცეები დარჩებოდნენ მე მაინც მგონია რომ აი მე-7 წრეზე როგორც ოკონი აი ოკონი ხო დარჩა აი მგონია რომ კიდე ვიღაცა აი ნახე ოკონი დარჩა მაგას ვამბობ მაინც შევიდა მაგრამ ეგრე შეცდებოდა სხვაც ხო შეიძლება მაგას ვიძახო უეჭველი შეცდომა და მაინც გაასწრო ისეთ ადამიანებს ანუ ოკონი მაინც გაასწრო ნუ აი იყო დოგმა რა უნდა შესულიყო კი ანუ აი დოგმა იყო მართლა დოგმა იყო უნდა შესულიყავი აი რა ვიცი მყარად უნდა ქნა ჩემი მაინც პიასტრი იყო რა პიასტრი მიმდენად კარგი უქმეები ჩაატარა რომ აი ძალიან შემეცოდა რა ეს გრან-პრის პიასტრის უნდა მოიგო რა მოდი ვიყოთ ობიექტურები სუფთასი სწრაფით ყველაფრით ოსკარი იყო აი ძალიან კარგი ამ უქმეებზე თუ ვინმეს უნდა წაეღო მთლიანი კატარის უქმეები ეს იყო პიასტრი მე იქნები უფრო პრაგმატული Verstappen-ს დავასახელებ ის ბოლელად ბოდიში და საინსი მინდოდა მაგრამ საინსი მინდოდა რომ მეთქვა გამოგდეს მე რატო Verstappen-ს მაგას ავხსნი საინსის და Verstappen-ს შორის ვარჩევდი Verstappen-ი იმიტომ რომ ანუ აი მეორე სტინტი რო დაიწყო ანუ მე-7 წლის მერე Verstappen-ის დავალება იყო რომ ორ rocket ships მართლა მიყოლოდა და არ დაეკარგა ტემპი და აი როგორ მიყვა იცი აი დროებს რო ვაკვირდებოდი აი საჭირო დროს როგორც კი დაინახავდა რომ ცოტა გაექცეოდნენ მოუმატებდა ტემპს როგორც კი დაინახავდა რომ დააკლებდნენ ტემპს დააკლებდა ტემპს ანუ აი საოცრად გათვალა საოცარი მენეჯმენტი გააკეთა ამ ორი სტინტის ბოლო ორი სტინტის რომელიც ჰქონდა მაგს დარჩენილი ამიტომაც ვასახელებ მაგს დღის ბოლელად ხო გასწრება რა ვიცი ბევრია ერთი გასწრება იყო რომელიც ხო ჰალკი ლეკლერი ანუ რაღაც განსაკუთრებული არ იყო სილამაზის აი გასლის გასწრება შეიძლება და გამოსულიყო ლამაზი რო დასრულებული ხო ასელს ქონდა ასეთი მცდელობა ასევე ლეკლერთან მაგრამ გადავარდა ტრასფერგებს ერთი პიასტრიმ გაასწრო ანტონელის და იქ არაფერი გასაკუთრების მარაც გაასწრო ანტონელის ეგ საერთოდ ისე თეორიულად მაგის შეიძლება თავიდანვე ჰაიპი იმიტომ შეიქმნა რომ ანტონელი თითქოს პიასტრი გაატარა იმიტომ რომ თავისი ბოლა ქონდა და სწორადაც მოიქცა ჩემი აზრით და თითქოს ნორისზეც ეგეთი შთაბეჭდილება მაქედან შეიქმნა რადგან პიასტრი გაატარა ანტონელი მაშინ ეგონათ რო დაეწყო ბრძოლა თვითონ დაკარგა და გახსნებით ხო კარგი გადაწყვეტილება მიიღო მისთვის ვერ დადგება და ვერ იბრძოლებს ხო აგერ კაც პოდიუმისთვის იბრძოდა არა რეალურად ხო იმიტომ რომ დიარეთი შესული იყო მან ახალი საბურავებით ძველის წინა ხო ვერაფერს ვერ იზავდა ეგ უნდა გვესმოდეს მოდი ჩემპიონატს გავყვეთ 408 ქულა ლანდო ნორის 396 Verstappen 392 ოსკარ პიასტრის ალბათ ფორმულას გულშემატკივარი ვერც ინატრებდა აი ასეთ სცენარს აბუდაბისთვის ალბათ ვეც ჩვენ ხო თუნდაც აი შესვენების მე როცა შესვენება დაიწყო ზაფხულის მაგ დროსაც ვერ ვინატრებდი რომ აბუდაბიში 3 პილოტი იბრძოლებდა პიასტრი იყო ძალიან გაქცეული წინ ნორისი ძალიან ჩამორჩენილი მაქსი საერთოდ რასელთან იბრძოდა ამ დროს ჩემპიონატში და
მივიღეთ აი მართლა საოცარი დაძაბული ბრძოლა. რასელი მარტოა 309 ქულით ვერავინ ვერ შეეცინება აქ, ისევე როგორც ლეკლერს მეხუთე ადგილისთვის. აი მეექვსე ადგილისთვის დაიძაბა ბრძოლა ჰამილტონი ანტონელის შორის იქნება ჩემპიონატში. ალბათ ბრძოლა და ასევე ალექს ალბონს, რომელსაც თითქოს არაფერი არ ემუქრებოდა თავის მერვე ადგილზე, ეგ კი არა, რაღაც პერიოდში საერთოდ ანტონელიზე წინ იყო ალბონი, აგერ საინსის თქვა უკვე ჩაესმის და ასევე მე-10 ადგილისთვის ბრძოლა იქნება ჰაჯარი, ჰულკენბერგი, ალონსოს შორის. მოკლედ, ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, თვალი რო ვადევნოთ, ყველგან არის საინტერესო ბრძოლა. კონსტრუქტორთა დავაში ალბათ მაინც მერსედესი მეორეზე გავა Red Bull-ი, მესამე Ferrari, მეოთხე Williams-ი, მეხუთე და აი მეექვსე არ ვიცი უკვე რეისინგ ბულსი. მეხუთე გაინაღდეს ესე იგი Williams-ებმა ამ Grand Prix-ით. ალბათ Mercedes-მაც 33 ქულას უგებს იქ და დუბლი უნდა Red Bull-ს და ამათ მოხულა ვერ უნდა აიღონ. რა დუბლი. საერთოდ ვინ არის მეორე პილოტი Red Bull-ში? არა, დუბლი არა, პირველი და მე-7 თუ მე-6. და Mercedes-მაც უნდა დაკარგოს 25 და 8. ესე დუბლი როა ხო. ესე დუბლი როა იყოს Red Bull-მა მე ყოფნის უკვე ტიტულისთვის პირდაპირ ვთქვა. შეიძლება არა, იმიტომ რომ ლანდო შეიძლება მესამეზე გავიდე. რომელ რო აქულაზეა საუბარი კაცი გაგდებულია, შეიძლება შარვალ კოსტუმით გამოვიდეს. შეიძლება Red Bull-ის კომბინეზონიც არის. შარვალ კოსტუმით კი არა, შეიძლება გამოვიდეს და Max დაეჯახოს. არ ვიცი. მან უკვე სხვა საქმიანობები ჩაერთვება უკვე გაგდების გარდა სავარაუდოდ. წავედით ჩვენს უკვე რუბრიკაში საბურავი. საბურავში სადაც ორი თემა გვაქვს, ძალიან არ მოვედებით ამ ორ თემას. გადარჩება თუ არა ჰაჯარი Red Bull-ში. ამაზე პრინციპში ვისაუბრეთ და მოდი გულშემატკივარს ისევ და ისევ ვეკითხები. თქვენი აზრი დაწერეთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად გადარჩება ჰაჯარი. ჩვენ პატამ თქვა რომ მაინც ახალი რეგლამენტის გამო არის შანსი რომ გადარჩეს და მართლაც ჰაჯარის ტალანტიდან გამომდინარეც მე მგონი შეგვიძლია იმის იმედი გქონდეს რომ არ დაიკარგება Verstappen-თან როგორც დაიკარგა თავის დროზე გასლი, მერე ალექს ალბონი, მერე უკვე როუსონი უკვე ხო ანუ ყველა ფაქტიურად სერხიო პერესის გარდა და ჰარტლიმ გაუქა. მოკლედ დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი მეორე საკითხი. არა, მოდი ეს დავამთავროთ დებიუტანზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა, ხო, არვინ ლინდბლადი გვეყოლება, რომელიც ასევე 19 წლის არის ფორმულა 2-ში გადმოვიდა წელს უკვე 2 გრან-პრი აქვს მოგებული, არის მეგა ტალანტია, რომელსაც მარკო Verstappen-ს ადარებდა ერთი პერიოდი და ამბობდა რომ ძალიან ნიჭიერია. და ვნახოთ ეს ბიჭი რას იზავს Racing Bull-ში, არ ვიცი პირველი ამოცანა ალბათ ადაპტირება, სეზონის მეორე ნახევარში იქნება ალბათ ის რომ Lawson-ს აჯობოს, ყოველ შემთხვევაში არ ჩამოუვარდეს არაფრით. Lawson-ი უკვე მე ძალიან გულშემატკივრობ ამ ბიჭს და აი ოცნებად მაქვს კიმი და არ ვიდი როდის შეებრძოლებიან ერთმანეთს ჩემპიონატში. ხო, ერთი საინტერესო ვიდეო იყო ინტერნეტში, 5 წლის წინ ეუბნებოდა ლინდბლანდი ლანდოს, რომ ხელს ესე ურტყავს და ეუბნება, რომ 5 წელში შევხვდებითო და მართლა ზუსტად 5 წელი გავიდა და ხვდებიან რა დაგეგმა მარკომ ასეთი და რა მონსტრის შექმნა უნდა ვნახოთ, საინტერესოა. ფორმულა 2-ში სხვადასხვა იქაც ხატარში ვუყურეთ ფორმულა 2-ს კარგი რბოლა არ ქონდა სამწუხაროდ. მაგრამ ფორმულა 2-ში ზართულია რომ ყოლო და ესე მოიგო რბოლებია, იმიტომ რომ მაინც ტექნიკა ასე თუ ისე თანაბარია და ნებისმიერ შემთხვევაში ამდენი პილოტია ხო 26 მონაწილე არის და ანუ 26-ვეს ყველა რბოლაში 25-ვეს ვერ მოუგებ რა. ანუ მანდაც ფორნაროლი გახდა ჩემპიონი, ეგრე ვთქვათ, ვაგერ ბერმანმა და ანტონენი ვერ მოიგეს ვერც ერთმა და მე-12 მე-10-ს დაამთავრეს. თუ რაღაც და გადმოვიდნენ აგერ. შვენივრად გამორტოლეტო მოიგო და აგერ პრობლემები აქვს. თუმცა აქ მაინც ტექნიკაზე თან ბორტო მოიგო ფორმულა 3, ფორმულა 2 და გადმოვიდა. ხო, შეიძლება ითქვას რომ ფორმულა 2 ჩემი აზრით მაინც გამომართლა, იმიტომ რომ იქ ისაკი აბუდაბში წინა წელს სასწაულად ძალიან კონკურენტუნარიანი იყო. მაგობდით, მაგრამ ისაკი მართლა ძალიან კარგი იყო მე-11-ის ბოლოში. ჩვენი მეორე თემა საბურავში, აი ეს არის ძალიან საინტერესო. მოდი დავწეროთ სცენარი. ესე ვქნათ. Verstappen-ი არის პირველზე, Piastri არის ან მეორეზე, ან მესამეზე. მოდი მეორეზე იყოს, ეგ უფრო საინტერესოა. ნაშნი არ დაჭირდება. მეორეზეა და მესამეზე არის ვიღაც პილოტი X. შენ საერთოდ სხვა კონსტრუქციას და მეოთხეზე არის Norris.
ამ დროს პიასტრი რო გაჩერდეს ბოლო წრეზე და გაატაროს X პილოტი და ნორისი ხდება ჩემპიონი. პიასტრი დაამთავროს მეორე. რატო? ბოქსებში არის გამოაჩერებ. ბოქსებში ჩემპიონს ხვდი ჩემ თანაგუნდელს ხვდი ჩემპიონს. ხო, არ ვიცი. ეგ გავს უკვე აი მას. არ იქნება, ფიას მე მგონია რომ რაღაცნაირად სანქციები შეეხება McLaren-ს. არ ვიცი ესე რატომ უნდა შეეხოს მე არასპორტული საქციელის გამო ალბათ მესამე თუ არასპორტული არ არის მესამე მაშინ ატარებ ეგრევე ტრასაზე ატარებ და შენ ახლა ბოქსებში შეხვიდე და არა გაატაროს ტრასაზე ის თუნდაც გაჩერდეს ტრასაზე ხო ბევრი გატარება გქონია კაცო ლანდო ოსკარის შემთხვევაში და მესმის კაცო რასაც ამბობთ უბრალოდ პერესი რო გამოციშეს ძალიან არასპორტული საქციელი იქნება პერესი იქ გამოციშეს იმიტომ რომ ზედმეტი ბოლიდი არ ყოფილიყო ტრასაზე. ხო, არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, რაღაც ქულებში არ მგონია. მეოთხეზე მიდიოდა პერესი. შეიყვანენ ეგრე ნაგლად შეიყვანენ. არ ვიცი, ფაქტია, რომ ეს ნაგლობა მოუტანს ნორის ტიტულს. ალბათ მე უფრო მგონია, რომ ორივეს გაატარებინებენ იმ X და ნორის ვიდრე ბოქსებში შეიყვანენ. მეც მგონია, რომ გაატარებინებენ. ეტყვიან, რომ ხო, ორივე რასელიც წარმოიდგინე პიასტრის ფსიქოლოგია მეორეზე მიდიხარ და პოდიუმს კარგავ იმის გამო რომ შენც გაქვს შანსი ჩემპიონობის პოდიუმს კარგავ თანაგუნდელის გამო და მოკლედ რაღაცნაირად ძალიან იჩაგრები აი ძალიან იჩაგრები ზად არის მაგისთვის მე მგონია რომ ზად არის მაგისთვის სუფთა არის თავის ნებაზე ხო ბოლჯი მარტოზის რაც არ უნდა გითხრას გუნდმა შენ თუ არ ქენი ვერავინ ვერ იზავს ხო შენს მაგრო შენ თუ არ გაატარე მე უფრო ისა დახლართულობა მინდა შემოვიტანო ლანდო რო იყოს მეხუთეზე მგონი მეხუთე ყოფნის ხო პიასტრი რო პირველზე გავიდეს პიასტრის ყოფნის მეხუთეზე თუ მე პიასტრი თუ გადის პირველზე მეხუთე ლანდოსი არის ლანდო იყოს მეექვსე მეექვსე კი ვერსტაპენთან იყოს პიასტრი დიარეში ხო ვერსტაპენი იმიტომ რომ თვითონ მაქსთან აი თუნდაც ვიდეო გავცელდა პატარა რო მაქსთან რომ მიდიან მაქს ვერსტაპენი ესე ეცნობა აი მაქსთან იყოს დიარეში პიასტრი ეგეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა? და ბოლო წრეზე ვართ დაზრულებში. და ვერ მივხვდი, არ უნდა გაასწროს თუ თუ ბოლო ორი წრე რო იყოს, გასწრების შესაძლებლობა რო ქონდეს, ოღონდ რა თქმა უნდა პიასტრის მაქსთან? კი, ბრძოლის საშუალებაში და რო გაასწროს არა, ბრძოლა იყოს რა, მაგ ბრძოლის მომენტში რო იყოს გადაწყვეტილება მისაღები რა. ხო არსებობს შანსი რომ ვერ გაასწროს, ან გაასწროს. როგორც გუნდს დაჭირდება, ისე მოიქცევია. მე მგონია, რომ აინც გაასწრებს, რა თქმა უნდა, პიასტრი. მაქს აუცილებლად რა. არა, რო ვერ გაასწროს და მთლიანად დაკარგოს, ლანდო თუ მეხუთეზე მიდის, ლანდო. არა, მე მეექვსეზე მიდის. მე არ ყოფნის. მაინც არ ყოფნის პიასტრის, მაშინ. ვერ პიასტრი თუ გაასწრებს, მაშინ ყოფნის ჩემპიონი ხდება, მაგრამ უნდა შეუტოს. რა თქმა უნდა შეუტოს. მოთხოვენ რომ არ შეუტოს. ხო, მაგრამ მან მეორე ვარიანტია, რომ ნორისიც McLaren მთლიანად კარგავს. McLaren-ში არ არის თუ პიასტრი ვერ ხდება ჩემპიონი და მაგ გასწრებით ნორისი კარგავს, მაშინ არ გაასწრებს. რაღაც ვერ დაულაგდით. ხო, რაღაცა ცოტა. ხო, მოკლედ შევეშვათ. თვითონაც ვერ ლაგდებია. McLaren-ის სტრატეგიებით მოგვივიდა ახლა ჩვენს. დაწერეთ თქვენი აზრი, რა უნდა გააკეთოს პიასტრი, რა უნდა გააკეთოს McLaren-მა და თქვენი რაღაცა ესეთი ფრენსის პორტკოპო. ერთი დეტალი მინდა რომ აღნიშნო, რომ ჩემი ნორისი მიუხედავად თითქოს ჩანდა ისე, რომ სტარტი ჩააგდო ნორისმა, ჩანდა არა ჩააგდო სტარტი, მაგრამ მაქსმა გააკეთა ის რაც უნდა გააკეთოს. მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან კარგი სტარტი ქონდა ნორისის საბოლოო ჯამში, იმისთვის რომ სოფლიო ჩემპიონი გახდეს რა. აღარ რისკავს ნორისი და ცდილობს რომ უბრალოდ იკატაოს ტრასაზე. ამ შემთხვევაში არ გაამართლა სამწუხაროდ. აბუ-დაბიში თეორიულად არის მაგის შანსი. ერთადერთი რაც ნორის არ აწყობდა ყატარში, რომ დამტვრეულიყო და ეგ რა ქვია, მარტივია სათქმელად. არა, როცა მაქსი მოგზდევს და ფსიქოლოგია ცოტა გერყევა ამის მერე მით უმეტეს წინა სესიებზე შეცდომები რო გაქვს გადამწყვეტ მომენტში დაშვებული მან უკვე ჩანს ამხელა წნეხში ხარ ვერ იკატავებ მე თორე სადაც კატაობ შეიძლება კი მიმდა კარლოსმა დაამთავრონ შენზე წინ აქედან გამომდინარე ისე უნდა შეუტიოს ნორისმა როგორც უტევდა ერთი დავასრულებ იმით პიასტრიზე საუბარს რომ პიასტრი გუნდს თუ დაჭირდა პიასტრი იმდენად კარგი ტიპია იმდენად
რა უნდა ქნას იმ ხალხთან ერთად უნდა იყოს მომავალ წელს რომელ გუნდსაც წაართმევს ჩემპიონობის შანსს ხო ანუ უბრალოდ არიზავს ამას ურჩევნია რა თქმა უნდა თვითონ ეგოისტურად რომ მაქსმა მოიგოს ვიდრე ლანდომ და გუნდში გამოჩნდეს ისე რომ აჯობა თანაგუნდელმა მაგრამ მე 100%-ით ვარ დარწმუნებული რადიოში როგორც გეტყვიან ბოლო წრეებს გულისხმობ რა სანამ როცა მიხვდება უკვე ჩემპიონობის შანსი და მაქსი რომ გამოეთიშოს ბოლო წრეს არა მაქსიო ხო მაგას სერიოზული განხილვები მოყვება ავსტრალიის პარლამენტში ჯამში მგონია რომ ოსკარი გაატარებს მაინც და თუ დაჭირდა ლანდოს მოკლედ გუნდურად ითამაშებს ეს მოდი გადავიდეთ ჩვენ ტოპ 5-ზე სადაც რახან სამი პილოტი შევიდა ასე ვთქვათ გადამწყვეტ რბოლაში ტიტულის კანდიდატად ჩამოვყვეთ ესეთ სეზონებს სადაც სამი ან მეტი პილოტი შევიდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბოლო რბოლაზე. დავიწყოთ 1974 წლით, სადაც ემერსონ ფიტიპალდი, კლეი რეგაცონი და ჯოდი შექტერი იბრძოდნენ სამი პილოტი ჩემპიონობისთვის. აქ სხვაობა პირველს და მესამეს შორის ბოლო რბოლის 7 ქულა იყო და საბოლოოდ ლიდერი ფიტიპალდის და რეგაცონის ერთნაირი ქულები ჰქონდათ. რეგაცონიმაც ვერ აიღო ქულა ბოლო რბოლაში ვერც შექტერმა და ფიტიპალდიმ მეოთხე ადგილზე დაასრულა ბოლო რბოლა რის ხარჯზეც საბოლოო ჯამში 3 ქულით გახდა ჩემპიონი. ანუ არჯიზე რეგაცონის საერთოდ შეუცვალეს ძარა. ისე დაიმტვრა. და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია, სხვა შორის ლაუდასთან ერთად იყო უკვე მაგ წელს გუნდში, ზოგადად კლეი რეგაცონის მოყვანილია ნიკი ლაუდა გუნდში. მაგის აზრი ძალიან გაითვალისწინა მოკლედ ენცომ. აქედან გამომდინარე, რეგაცონის ჰქონდა ნამდვილად შანსი და ეს იყო ერთ-ერთი შანსი, როცა უნდა მოეგო კლეის, მაგრამ საბოლოო ჯამში ფიტიპალდი გახდა პირველად გახდა მაკლარენის ისტორიაში, პირველი ჩემპიონი იყო მაკლარენის ისტორიაში. ბატონო ემერსონმა მოიგო 74 წლის სეზონი. მეორე ადგილზე გავიყვანთ 1964 წლის სეზონი, სადაც სერტისი, ჰილი და კლარკი იბრძოდნენ ტიტულისთვის და აქ ჰილი, გრემ ჰილი 5 ქულით წინ იყო ბოლო რბოლის წინ 64-ში. არა, მეოთხე ადგილზე გავიყვანთ. მეოთხე ადგილზე არის ეგ, ხო, ჯონ სერტისთან 5 ქულაში იყო გრემ ჰილი და საბოლოოდ გრემ ჰილი გამოით შამბოლას და სერტისმა 1 ქულით აჯობა ჯამში გრემ ჰილი. და ეგ არის აგულისხმო ბანდინიმ გაატარა ბოლო წრეზე. რომ არა ბანდინის გაატარება ვერ იგემ აი რაღაცა კი ბანდინი იყო თანაგუნდელი და ძალიან სწრაფი. ეს შეიძლება ეს სცენარი შეიძლება წელს აქტუალური იყოს რა. თეთრ ლურჯი ფერარი. ხო მაშინ მე ამერიკაში NRT როცა იყო ფერარი მაშინ თან რა მომენტია მან ცოტა კომიკური რა პრინციპში კლარკმა რო გაიარა ზეთი იყო დასხმული და მოცურდა რა და ვიღაცამ ზეთი დააქციაო ტრასაზე ჭუჭყიანიო ტრასაო და შემდეგ წრეზე მიხვდნენ რომ კლარკი ზეთი იყო და საბოლოო ჯამში ზეთის გაუმართავობის ზეთის სისტემის გაუმართავობის გამო გამოეჩა ლიდერობდა მაგრბოლას და ჯამში ხო სერტისმა სერიოზული კამბექი ბანდინი დაეჯახა სხვათა შორის ჰილს აი, ძალიან კონსპირაციული აგრეგაციებით ნაკლები ინფორმაციის გადაცემის საშუალება იყო და აქ გაუდინარე უფრო გაზდიოდათ ეგეთი რაღაცეები პილოტებს და მანდინის არტის დაეწია გაასწრო და მე გაატარა ორივე ფერარის პილოტები სერტისი ხო სერტისი ალბათ მაინც მოტოებში გასავით უკეთესი იყო ორ თვლიანში უკეთესი იყო ვიდრე 4 თვლიანში თუმცა სერტისი არის პილოტი, რომელსაც ორივე აქვს მოგებული მოტო და ფორმულა 1-იც, ამიტომ სერტისი არის უდიდესი პილოტად ითვლება საერთოდ ავტოსპორტის ისტორიაში. გადავიდეთ მესამე ადგილზე დრამატულესი სეზონი 1986 წლის სეზონი, სადაც პროსტი მენსელი პიკე იბრძოდნენ ტიტულისთვის და მენსელმა სად დაკარგა მან ტიტული, ხო? წინა წრეზე კეკე როსბერგს გაუსყდა საბურავი და ვეღარ მოასწრეს ამის შეყვანა. მენსელსაც დაემართა იგივე გაუსყდა საბურავი და ქონდა ჩემპიონი. ხდებოდა ჩემპიონი ხდებოდა, დომინირებდა რბოლას. ჯამში პროსტმა მოიგო იქ სენას დაძურებოდა თავისი ლოტუსიც წარდზე აქ. პიკესაც მოუწყდა მანქანა, ხო? კი, დავზრიალდა. ისე ეხა პირველ შემდეგ ადგილებსაც სანამ ვიტყვით, იქამდე მინდა ვთქვა, რომ რაც
ამ იმეებში არის ცალსახად ყველას მანქანა უწყდება ესეთ მდგომარეობებში და ან რაღაცა სერიოზული ესეთი ეს არის რა დრამა, ანუ ეს არის დაძაბულობა. მაგიტომ ამბობ ვერი იკატავა. ხო, თან ლანდოს პასუხს უგავიხსენებთ, როცა კითხეს, რომ მაქსმა თქვა შენ მანქანაზეო, რომ თუ იქნებოდა მაკლარენში მოიგებდა, ისე გასცა პასუხი, რომ ცალსახაა, რომ მაქსი ძალიან შეძრომილია მთლიან კანში ლანდოსი და აშკარად რაღაცა მარიონეტივით მართავს და ძალიან უჭირს ლანდოს ფსიქოლოგიურად. იმას უკეთებს, რაზეც იცის, რომ პასუხი ექნება მოკლედ. კი ბატონო. მეორე ადგილოსანზე წავიდეთ, ხო ამას და ერთსაც დავამატებ მარი ვოკერის ყვირილის ხმა, ეხლაც გავიგე მენსელის გახილ საბურავს, ეხლაც გავიგე მარი ვოკერის ხმა. ეს კადრი. მეორე ადგილზე გავიყვანეთ 2007 წლის სეზონი, სადაც რაიკონენი, ჰამილტონი და ალონსო შევიდნენ ტიტულისთვის ბრძოლაში და აქ არის ძალიან რაღაც დგავს ისიც ამ სეზონს, მოკლედ ბევრი სეზონი გავს ამ სეზონის ფინიშს. ბევრს ყველა სეზონის ფინალში რაღაც ერთი კომპონენტი არის, რითი შეგვიძლია შევკრათ ეს სეზონი. კი ბატონო, 2007 წლის სეზონში, ანუ რაიკონენის შანსები იყო აი ძალიან დაბალი. თუმცა ისე დაალაგდა ბრაზილიის გრან-პრი, რომ საბოლოო ჯამში რაიკონენმა მოიგო ტიტული. აქ ბოლაში ალონსო მართალია გავიდა მეორე ადგილზე, თუმცა აი იგივენაირი სცენარი, რაც საბურავში განვიხილეთ, ხო? იგივენაირი სცენარი მიმდინარეობდა. აქ ალონსო რომ გადასულიყო თავისი მეორე ადგილი, DNF-ი გაეკეთებინა, ან ბოქსებში შეიყვანათ, ან უბრალოდ გაეტარებინა უკამყოფი ბოლიდები ჰამილტონის ჩათვლით, ჰამილტონი გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წელს. მაგრამ ალონსომ ეს არ გააკეთა. ალონსო, იმიტომ რომ ალონსო თავარი კონკურენტი იყო მაშინ მაკლარენის და აგიტომ არ გააკეთა ფერნანდომ ეგ და მახსოვს მე როგორ უხაროდა კი მე რომ გახდა ჩემპიონი საერთოდ დარწმუნებული ვარ ლუისის ჩემპიონობას ერჩივნა გამختارიყო რაიკონენი იქნება პიასტრიც ეგეთ სიტუაციაში იყოს მაგრამ მაკლარენში ეგ სიტუაცია დღეს არ არის რაც იყო მაშინ არა შეიძლება ადამიანს კონდეს იმის ამბიცია რომ როდესაც გუნჩია ვერავინ ვერ მოუგოს. თუ გადაეკეტა პიასტრის მე ნახე. ხო და არ არის ხო და არ ეკეტება რა, ანუ აი ეგ მომენტია რომ ზედმეტად კარგი ადამიანი. მაშინ უნდა წავიდეს რა. აი ხა მე და შე რო ვიყოთ რომ მეორე დღე სამსახურში ვერ მიხვალ, ხო? რაღაცა ისე ცუდ რაღაცას რო ჩაიდან შენ თანამშრომელს რო წაართო რაღაცა და სხვა ფილმის თანამშრომელს რაღაცას აჩუქებ ან მისცემ შანსს. აი რაღაცა ეგრევე წავიდეს მაშინ. ხო სტრესი გამოსცის ხოლმე ადამიანებს და უცნაურ გადაწყვეტილებებს აღებინებს ხოლმე. გარდა მაგისა რომ ყველა ადგილი დაკავებულია მაკლარენი არის საჩემპიონო ბოლიდი ხო საჩემპიონო ბოლიდიდან ესე ადგილად წახვიდე როგორია მე ყველა ისეთ სცენარს ვღაუჭები სადაც დრამა იწევა სერიოზული და მაქსი იმარჯვებს არ მინდა რომ დაალაგდეს ყველაფერი რაღაცა ჰარმონიულად და მაკლარენის გამარჯვებით ჰარმონია არ იქნება პირველი ადგილი ანუ ეს ერთადერთი სეზონია სადაც დისაიდერში 4 პილოტი შევიდა ეს არის 2010 წელი სადაც დისაიდერში ფეტელი, ალონსო, ვებერი და ჰამილტონი შევიდა. ბოლო რბოლის წინ განსხვავება 4 პილოტ შორის იყო 4 პილოტ შორის ბოლოს წინ არბოლაში იყო განსხვავება 24 ქულა. თუმცა საბოლოოდ დასრულდა 16 ქულიანი სხვაობით 4 პილოტის ბრძოლა. აქ ძალიან საინტერესო იყო რომ ვებერი და ალონსო გაცილებით უფრო მეტი შანსით იყვნენ ჩემპიონობის ბრძოლაში, ვიდრე ფეტელი და ჰამილტონი. აყვნენ ერთმანეთს ალონსო და ვებერი სტრატეგიულად და დაავიწყდათ საერთოდ ფეტელი და ჰამილტონი. გაიჭედნენ ორ რენოს უკან აბუ-დაბიში და ორივემ დაკარგა ტიტული. და საბოლოოდ ფეტელმა მოიგო ეს ჩემპიონატი. გაიხსენებინი იყო ალონსოს ინჟინერი. ანდრეა სტელა იყო ნამდვილად ალონსოს ინჟინერი. ბევრი ძაფი გვაქვს მოკლედ იმისთვის, რომ ეს სეზონი გამეორდეს. შეიძლება ფერარიდან წახვიდე, მაგრამ ფერარიდან წავა შენგან და დაახლოებით რაღაც ეგეთი იყო.
ფეტელმა 15 ქულა მოიღო, მაგრამ ბოლაში ეგრე მახსოვს რა, რომ 15 ქულას აგებდა ლიდერთან. ჰამილტონი აგებდა ბევრს ძა. ჰამილტონი აგებდა 1 ქულაზე მეტი არ უნდა აეღო, მე მგონი ლიდერი. 24 ქულას აგებდა. 22 ქონდა, მე მგონი ეს ორიანები მახსოვს. და ანუ ჯამში გამოვიდა ისე რომ ფეტელმა მოიგო, აი რაღაც ეხა ჩამესმის მე ეს როკლენის ხმა. Wait sunshine. უთulis ვირომელ ადგილზეა და გერმანულად ეუბნება. ხო, აი ეს. და ამ დროს უკვე უმალვე ფეტელის ტირილი და ემოცია როგორ გახდა. აუ როგორი ხმა ხმახტა იქიდან ძალიან ემოციები you are the world champion და იმიტომ რომ მართლა ბოლო ხუთრბოლაში დაკაჩა ფეტელმა, ხო აი ის რო თქვა რომ არ ინერვიულოდ დავეწევითო იმის მერე რო დაიწყო ფეტელმა მართლა. იმდროი კუბიცამაც მაგრაი არა. მოკლედ ფერნანდო მერე 2012-ში იყო რო წააგო ჩემპიონატი, მაგრამ ხო ფერნანდოს ეს ორი მტკივნეული წელი აქვს. აი ესეთი ტოპ 5 გქონდა, ეხლა მივიდეთ ბოლოში უკვე ჩვენი გადაცემის განვიხილოთ აბუ-დაბიში რას ველოდებით, ანუ აქ ბევრს არ ვისაუბრებ აბუ-დაბიზე. აქ არის ძალიან ნელი მოსახვევების, სწორი მონაკვეთები, ფურცელზე მაკლარენის ტრასა. ფურცელზე. თუმცა აქ არის ჩემპიონობისთვის მებრძოლი მაქს ვერსტაპენი. რომელიც ფურცელზე ასევე ძალიან მაგარია, აბუ-დაბიში და შენი პროგნოზი. ჩემ პროგნოზი მაქსი გახდება ჩემპიონი. მეც იგივეს დავეთანხმები პატას. ანუ არც აი რაღაც ჯიპში ჩადგომა, უბრალოდ დიდი ხანია მჯერა ამის. შეიძლება მაგრადაც ვწდები და რაღაც სისულელე. არა რატო? ანუ მაშინ სისულელეს სახის ნახევარი სამყარო. აი მაქსმა რო თქვა ზანგორტის მერე ვისაც ჩემპიონობის ჯერაო ის იდიოტიაო, მადლობა მაქს. მაინც რაღაცნაირად მჯერო და არ ვიცი აქაც გონია რომ მაინც მაქსია. მეც მაქს ვიტყვი, იმიტომ რომ მაქსმა ამ სეზონში ფენტეზიში იმდენი სასარგებლო რაღაცა მომიტანა, ბოლო გრან-პრიზეც ლას-ვეგასში ფიქრობდი მეთქი ლანდო ჩავსვა თუ მაქსი თქვა და მე გადავწყვიტე რომ თუ ვინმეს ვანდობ ჩემ ცხოვრებას და ჩემ ესეთ ჩემ სტინტს მეთქი მაქსი არის მეთქი, ლანდოს არ უნდა ვანდო მეთქი და ნამდვილად გამართლდა იდეა. ისე ვერ მოხდება, ფერარიმ რომ მოიგოს და ფერა ერთადერთ მე პირველი განაცემა, სადაც პატა არის ზაკის რომ ფერარი მოიგებს ბოლოს. მე განსხვავებული აზრით ვარ, რატომღაც გონია რომ ლანდო პრაგმატული იქნება აბუ-დაბიში. ანუ მეორე ვარიანტია, ლანდო უნდა მიყვეს მაქს და ოსკარს ძალიან შვიდად და დაასრულოს თუნდაც 10 წამით უკან, მაგრამ მეორე საკითხია, ლანდო რამდენად თანახმაა იმაზე, რომ აი პრაგმატულად მოიგოს და არა in style, ხო, როგორც იტყვიან. მე მგონია რომ იმდენად უნდა ნერვიულობდეს ლანდო, რომ პრაგმატიზმს უნდა მიაწოს. ვერ მოეშვება მე კიდევ ესე მგონი, ანუ შეიძლება სიტუაციურად ისე გამოვიდეს, რომ მეოთხეზე ხარ ყოფნის, აი დამთავრდა. მაგრამ აი რაღაც ანუ ბევრი ნერვიულობა გველის. აი არ ვიცი, ესე მგონია შეიძლება ძალიან მშვიდი იყოს. მოკლედ არ ვიცი რა, ფერარი იგებს ბოლოს, მაქსი ხდება ჩემპიონი. მოკლედ, გაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ თუ ვინ გახდება ჩემპიონი და დიდი მადლობა ხო? აყურებელს დიდი მადლობა მერაბ დვალიძეს, რომელიც გვესტუმრა ჩვენს გადაცემაში და გადაცემა ბოქსები პატასთან და ლიოსთან ერთად. ხო, დაელოდეთ სეზონის ბოლო გრან-პრიზს და ერთ დავამატებ რომ ვინც გახდება ჩემპიონი, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ღირსეული ჩემპიონი, აბა აბუ-დაბიმდე. ჩაო.